საღამომშვიდობის ეს გადაცემა 360 გრადუსია, მე მისი წამყვანი ემა ტუხიაშვილი. როგორც მოსალოდნელი იყო ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადადგა. ეს მოლოდინები განსაკუთრებით ლილუაშვილისა და ღარიბაშვილის წასვლის შემდეგ გამძაფრდა. თითქოს ყველაფერი უკვე მაშინ იყო გადაწყვეტილი, თუმცა როგორც ჩანს, გომელაურიცა და მისი 10 უკვე ყოფილი თანაგუნდელები ამისთვის შესაფერის დროს ელოდებოდნენ. წავიდა ისე, რომ მედიასთან არც კი გამოჩენილა, მხოლოდ წერილობითი განცხადებით შემოიფარგლა. კობახიძე მისი შემცვლელი წინამორბედის გარეშე წარადგინა. მინისტრთა კაბინეტში თითქოს სხვა დიდი ცვლილებების მოლოდინი აღარ არის, თუმცა ზოგან ძირეული რეორგანიზაცია უკვე დაწყებულია, ზოგ სახელმწიფო უწყებაში კი განსაკუთრებით ხელმძღვანელ თანამდებობებზე და კიდევ უფრო განსაკუთრებით ძალოვან უწყებებში საკადრო ბორბალი ახალი ძალით შესაძლოა დაატრიალონ. სად ან სადამდე მიგვიყვანს ეს ცვლილებები ჯერ უცნობია, თუმცა თავის დროზე ივანიშვილის გუნდით ცნობილი პოლიტიკოსებისგან მინისტრთა კაბინეტში თითქმის აღარავინ დარჩა. იმ ტექნიკურ მთავრობას უფრო გავს, რომელიც ქვეყანას გარდამავალ პერიოდში შეიძლება ჰყავდეს დიდ პოლიტიკურ ცვლილებებამდე. იქნება თუ არა პოლიტიკური რესტარტი, ჯერ მხოლოდ ერთ-ერთი ვერსია ამ სრულიად პოლიტიკურად არაპროგნოზირებად დროში, სადაც ტრამპი ყაველაშვილს მისალოც წერილს უგზავნის, ბიძინა ივანიშვილი კი ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე უარს ამბობს. რაც შეეხება ამერიკის საელჩოს დღეს გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე, უფრო სწორედ ელჩთან აუდიენციაზე უარი თქვა, დღეს ვნახეთ, რომ თავად ივანიშვილი წერილით გამოეხმაურა, ამაზე რა თქმა უნდა სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ, უბრალოდ რამდენიმე ძირითადი გზავნილი მინდა გითხრათ ამ წერილიდან, რაც ზოგადად წერილის პათოსს ასახავს. ივანიშვილი ამბობს, რომ პირადი შანტაჟის ფონზე მისთვის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიაჩნია, ასეთ დროს აუცილებლად მექნება კომპლექსი, რომ გადაწყვეტილება ჩემი პირადი ინტერესების საპირწონედ ვიღებო, ამბობს ივანიშვილი თავის წერილში. აქვე ამავე წერილში ის ამბობს, რომ ამერიკის ელჩს მართალია თავად არ შეხვდა, მაგრამ შესთავაზა შეხვედრა პრემიერთან, თუმცა ელჩმა ამაზე უარი განაცხადა, რაც მას უმყარებს რწმენას, რომ ისინი, ანუ ამ შემთხვევაში საელჩო და ამერიკელები სწორედ პერსონალურ შანტაჟს განიხილავენ წამყვან ფაქტორად და კიდევ ერთი გზავნილი ივანიშვილი ამბობს, რომ იმდენად არის დაინტერესებული ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვით, რომ ამერიკულ მხარეს ისიც კი ვაცნობე, რომ მზად ვიყავი დაბლოკილი თანხა არა პირადი მიზნებით, არამედ მათ მიერ ნაკარნახევი ნებისმიერი დანიშნულებით დამეხარჯა, ვინ რა ამოიკითხა ივანიშვილის გზავნილებიდან და როგორ შეიძლება გაგრძელდეს აი ეს ქართულ-ამერიკული აწ უკვე შეგვიძლია ვთქვათ სკანდალი, ამ და სხვა საკითხებზე ჩვენ სტუმრებთან ერთად გადაცემის განმავლობაში ვისაუბრებთ. პირველი სტუმარი გახარია საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი კახა ქემოკლიძე უნდა შემოგვიერთდეს, მას მივესალმები, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბატონო კახა, დავიწყებ თქვენთან საუბარს არა ივანიშვილის წერილით, არამედ დღეს ასე ვთქვათ დილიდან გავრცელებული ამბით. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ მოლოდინი ჯერ კიდევ მაშინ გაჩნდა, როდესაც ლილუაშვილი და ღარიბაშვილი წავიდნენ თანამდებობიდან, გულისხმობ გომელაურის გადადგომას, აი ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხომ? თვალში საცემი იყო, რომ პროტოკოლიც კი იყო დარღვეული, რადგან დღეს, როდესაც კობახიძე წარადგენდა გელა გელაძეს უწყების ახალ ხელმძღვანელად, იქ მის მარჯვნივ როგორც წამსვლელი გომელაური არ იდგა, რამაც გააჩინა ბევრი მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, რომ გომელაური რეალურად ძალიან ნაწყენია
და ეს შესაძლებელია ნიშნავდეს იმას, რომ სწორედ ამ ფონზე მოხდა მისი გაშვება ამ თანამდებობიდან და არ იყო მთლად მისი გადაწყვეტილება. სხვათა შორის აი სალომე ზურაბიშვილის ვერსია იყო ერთ-ერთი ბოლო, რომელიც ფიქრობს, რომ ყველაზე სანდო და ახლო ადამიანებს კარგავს გარემოცვიდან ბიძინა ივანიშვილი, რაც რეალურად სანქციების შედეგია. თქვენ რა ვერსიას უფრო ემხრობით და იზიარებთ? მოგესალმებით ქალბატონო ემა, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. მადლობა საინტერესო კითხვისთვის. ხადია, როგორ გითხრათ, იცი? მე ბატონ ვახტანგ გომელაურთან ერთად ბევრი წელი ვიმუშავე სხვადასხვა ინსტიტუციაში და აბსოლუტურად გულწრფელი რომ ვიყო და მინდა რომ ვიყო. ადამიანურად ძალიან როგორ გითხრათ, შემეცოდა როგორც მოექცა ბატონი ივანიშვილი. რომ მე ვფიქრობ ის ფაქტურად ყველაზე ძალიან დაზარავდა პოლიტიკურად, შიდა პოლიტიკურად, საგარეო პოლიტიკურად, სანქციებით, ყველაზე მკაცრი სანქციებით ამ პლანეტაზე თუ კი რამე არსებობს, ფაქტიურად ქართული ოცნების წევრებში, მათ შორის ძალიან ცუდ ადამიანებში, ბატონ გომელაურს მოხდა ასე ვთქვათ ყველაზე მძიმე სანქციები. შეეხო ყველაზე მძიმე სანქციები. და ამ ფონზე, როდესაც მას უშვებენ, აი პოლიტიკური ასე ვთქვათ, აფილაცია და შეფასებები რო გვერდით გადავდოთ, ადამიანურად ძალიან მძიმეა. ადამიანურად. მაგრამ აქ არის ერთი დიდი მაგრამ, რომ ამ ადამიანების, მათ შორის ბატონი ვახტანგის პრობლემაც რაში მდგომარეობდა, იცით ჩემი აზრით, ისევე როგორც ბევრი სხვათა შორის ნორმალური ადამიანის, რომელიც ქართულ ოცნებას თავის დროზე ყავდა სიებში, რიგებში, ყოველ შემთხვევაში. ამ ადამიანებმა ვერ და არ ისწავლეს არასთქმა ივანიშვილის მისამართი. და ეს არის აქსიომა, ეს არის პრინციპი ნომერი 1, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებში განსაკუთრებულ მაღალ თანამდებობაზე, როდესაც მოდიხარ, უნდა ისწავლო, ძალით უნდა ასწავლო საკუთარ თავს უფროსობა. და შესაბამისად ამ ადამიანებმა ლოიალობის სანაცვლოდ ფაქტიურად აი ეს ფუნქცია ფუნქციონერები, სახელმწიფო სისტემაში არსებული ფუნქციონერების უბრალოდ გათიშეს, პროგრამულად გათიშეს. და ჩემი აზრით ამიტომაც ან ლილუაშვილს ბოდის გიხდით რა, ჩაგე კითხებით კი არა, უბრალოდ რეპლიკას ვიტყოდი. ხა გომელაური და ლილუაშვილი იყვნენ ის კადრები, რომლებიც ინარჩუნებდნენ თავის პოსტს, შეინარჩუნეს თავის პოსტი 5 პრემიერის ცვლილების ფარგლებშიც კი. ეხა 5 პრემიერს ვერ გაუძლებ, ხომ? ამდენი ხნის მთავრობას ვერ გადაიტან აი ამ მუდმივად ყოფნით მაღალ თანამდებობაზე თუ არ დაამტკიცე შენი ერთგულება სხვადასხვა ქმედებებით. ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ გომელაურს რომ უარი ეთქვა გარკვეული არ ვიცი პოლიტიკური დავალების შესრულებაზე ან ლილუაშვილს სხვაგვარი ხასიათი რომ გამოევლინა ვინმე შეუნარჩუნებდა მათ აქამდე თანამდებობებს? ქალბატონო ემა, როგორ არის იცით ჩემი მოკრძალებული აზრით და გარკვეული გამოცდილებით, რა ვიცი, რამდენი მინისტრი გამოვიცვალე, მე მგონი ორ ხელზე ვეღარც ვიცვლით, თქვენ წარმოიდგინეთ. ლოიალური შეიძლება იყო, ერთგული შეიძლება იყო, მაგრამ ერთგულება ყველაფერზე ძვირფასია ღირსების გარდა. და როდესაც შენი ღირსება გადის პირდაპირ სახელმწიფოებრივ ინტერესებზე, თქვენ წარმოიდგინეთ. იქ ის ერთგულება მთავრდება, არ აქვს მნიშვნელობა შენ რამდენ თანამდებობაზე დაგნიშნეს, რამდენი პოსტი გაჩუქეს, რამდენი ქონების მოგროვების საშუალება მოხდა, რამდენჯერ დაგიცვეს, რამდენჯერ არ გაგიშვეს, რამდენჯერ დაგაწინაურეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იმიტომ რომ არის რაღაც ოქროს დაუწერელი და დაწერილი კანონები, რომელიც უბრალოდ არ უნდა დაარღვიო. და ბატონი ივანიშვილი არის ამის მასტერმაინდი, ანუ ადამიანების გონებების манипулირების აი ამ კუთხით. ადამიანებში სისუსტეების პოვნის და ამ სისუსტეების შემდეგ საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენების თვალსაზრისით. და ჩემი აზრით ამ ადამიანებს ეხლა ემართებათ ზუსტად ის, რასაც აი ახლა ვამბობ. ანუ რა ემართებათ, ანუ იშორებს ივანიშვილი იშორებს დასანქცირებულ კადრებს და რას მიიღებს, ანუ რა ინტერესი აქვს, ანუ რაც ჩანს ხომ, აი ხელის გულზე ჩანს რომ
ივანიშვილის ერთგული კადრებისგან ფაქტობრივად დაცლილია მინისტრთა კაბინეტი და მე ესეთი საბეჭდი მომრჩება რაღაცნაირად მართლა ტექნიკურ მთავრობას დაემსგავსა ეს ყველაფერი და სამაგიეროდ ძლიერდება ირაკლი კობახიძის, ასე ვთქვათ, ძალაუფლება აბსოლუტურად. ანუ რაში აწყობს ბიძინა ივანიშვილს საკუთარი გავლენების შესუსტება კობახიძის სასარგებლოდ? არა, საქმე რაშია, ციციც, აქ ერთი მთავარი მდგენელი გვჭება ქალბატონოებმა, ვერ დაგეთანხმებით, რომ ვინმე ძლიერდება ბატონ ივანიშვილის ფონზე. რატო? იმიტომ რომ გაძლიერება რაში გამოირა, როგორ განსაზღვრავთ გაძლიერებას? კობახიძე, ბატონი კობახიძე პოლიტიკურად ძლიერდება. ელექტორალური რამე წონა აქვს, აი კობახიძეს ახლა მაგალითად რომ თანამდებობა გამოაცალო და გვერდით რომ ელექტორალურ წონას ჩვენ პოლიტიკოსებისას თუ პარტიებისას გავზომავთ ალბათ არჩევნებზე. კობახიძე ძლიერდება ამ შემთხვევაში როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი პირი. არჩევნები თუ სამართლიანად ჩატარდა ეგ მაგ შემთხვევაში გაიზომება პოლიტიკოსები იდეაში. თორე აქამდეც გაზომილი არის ამათი წონა რამდენი იყო, მათ შორის ბატონ ივანიშვილის და მათ შორის სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირების, მაგრამ მე სხვა რამეს ვამბობ. პოლიტიკური წონის დეტერმინაციას როგორ განსაზღვრა? აი მაგალითად ბიძინა ივანიშვილი რო გვერდით გაიწიოს და ბატონი კობახიძე რო აი ესე საზოგადოებას პირდაპირ ერთ-ერთზე რო დაუყენოს, რამდენ ხმას აიღებს? რამდენ ხმას აიღებს? 1000 ხმას აიღებს? თქვენ წარმოიდგინეთ. მე წვი მაქვს რომ 1000 ხმას ვერც გადააჭარბებს. იმიტომ რომ ის ადამიანები, რომლებიც მას დღეს ხმას აძლევენ ქართულ ოცნებას, აძლევენ ერთადერთი რამდენიმე მიზეზის და გამო. ერთი არის რომ თავრობაში არიან და ძალაუფლების ინსტრუმენტები ჩვენ დასაუბედროთ ხელში აქვს და ქვეყნის საუბედროთ. მეორე აძლევენ ბატონ ივანიშვილის ფაქტორის გათვალისწინებით და მესამე აძლევენ რომ ეშინიათ ნაცმოძრაობის უკან დაბრუნებას. თორე ელექტორალური წონა არც ერთ ადამიანს არ აქვს ივანიშვილის გარდა მან. შეიძლება ბატონ კალაძემ შევიყვანოთ ამ სიაში. არც ერთ ადამიანს. წარმოიდგინეთ სცენარი, რომ ივანიშვილი გვერდით გაიწიოს და უკვე მეორედ ამბობთ, სხვათა შორის ამ ვერსიამაც გაიჟღერა დღეს, რომ შესაძლებელია ივანიშვილის სწორედ გვერდზე გასაწევად ემზადება. ანუ გააქვთ რაიმე ინფორმაცია, ან თქვენ ხა ყოფილი თანაგუნდელები ხართ ხომ? შესაძლებელია მათი პოლიტიკური სვლები თქვენთვის არის გარკვეული მინიშნების საფუძველი, რას აპირებს ივანიშვილი? არა, ივან, ჩემი აზრით, ჩემი დაკვირვებით და ჩემი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ინფორმაციის საჭიროება არც არის, ანუ იმ მოცემულობის გაანალიზების, რომელიც დღეს ხდება. მე ვერ ვხედავ, რომ ბატონ ივანიშვილი შეიძლება აპირებდეს გვერდით გაწევას, ის ძალაუფლების კონსოლიდირებას ახდენს საკუთარი აპარატის ქვეშ, სხვათა შორის და ამ აპარატის სხვადასხვა ინსტრუმენტალიზებას აკეთებს დღეს. სხვადასხვა სახეები იცვლებიან, მაგრამ რეალურად ანუ თავარი ფიგურანტი, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკურ პროცესს, მათ შორის მანუალურ, ანუ ხელოვნური მართვის დონეზე, ეს არის ივანიშვილი და შესაბამისად ის არავის არ ენდობა საკუთარი თავის გარდა. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ყოველდღიურ მენეჯმენტში არის 101% ჩართული დილიდან საღამომდე, როდესაც იღვიზებს და როდესაც იძინებს. ამიტომ ის რეალურად პროცესის შიგნით არის და ჩემი აზრით ამის კლასიკური ინდიკაციები არის ძალიან ბევრი, მათ შორის დღევანდელი განცხადება, სხვათა შორის რომელიც მომენტალურად მოაყოლეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გაკეთებულ დადებულ განცხადებას. ხო, ვიდრე ამერიკის საელჩოს განცხადებაზე და ივანიშვილის პასუხზე გადავალთ, ესეც მინდოდა აუცილებლად მეკითხა. გელა გელაძე, ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი, მისი ბიოგრაფიული ცნობებით ბუნებრივია დღეს მედია დაინტერესდა, როგორც ჩვენ ვნახეთ, ჯერ კიდევ სოჩში მუშაობის გამოცდილება აქვს, ასევე დიმიტრი შაშკინთან, როგორც განათლების მინისტრთან მანდატურების, ასე ვთქვათ, ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე, თავდაცვის სამინისტროშიც მოუსწრია მუშაობა სუსშიც. თქვენ რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ ადამიანის შესახებ? მე რო ქართული ოცნების წარმომადგენელი ვიყო და მათნაირი მორალი რომ მქონდეს და პრინციპები, დღეს წამოვაძახებდი იმას, რასაც ჩვენ გვაძახებდნენ ხოლმე, მათ შორის მეც. მე ერთი წელი ვიმუშავე წინა ხელისუფლების დროს ყველაზე დაბალ თანამდებობაზე და დღემდე მეძახიან, რომ ვანო მერაბიშვილის დროს დანიშნული კადრია 40,000-იან უცხებაში წარმოიდგინეთ.
მაგრამ მაგათ დონეზე არასოდეს დავეშვებით პირიქით. რეალურად გელაძესთან მე რა შეხებაც მქონია, მინიმალური შეხება, მაგრამ რაც მქონია ის ნორმალური პროფესიონალი იყო თავის საქმეში და რეალურად გამოჩნდება საბოლოო ჯამში როგორი მინისტრი იქნება. მაგრამ მისი პრობლემა ისევე როგორც მთლიანად ამ ეგრეთ წოდებული დე-ფაქტო კაბინეტის პრობლემა რა არის, იცი? რომ მათი ლეგიტიმაციის საკითხი არ გადაწყვეტილა. იმიტომ რომ ამ ადამიანებს რეალურად დღეს არ აქვს მნიშვნელობა პეტრე იქნება თუ პავლე, ლეგიტიმაცია არ აქვს. იმიტომ რომ სამართლიანი არჩევნების რეალური შედეგი რო დადებულიყო, დღეს ვერც ეგრეთ წოდებული კობახი, ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი იქნებოდა ბატონი კობახიძე და ვერც ერთი კაბინეტის წევრი იქნებოდა აი ის ადამიანები, რომლებსაც დღეს წარმოადგენენ ასე თამამად. თორე გელაძეში კი არ არის პრობლემა. პრობლემა არის მთლიანად მართლობის სისტემაში, კლეპტოკრატიაში, ავტორიტარიზმში, საბოლოო ჯამში და მთლიანად უგულებელყოფაში იმ პრინციპების და იმ ფასეულობების, რითაც ქართული ოცნება დღემდე მოვიდა და რისთვისაც ეს ხალხი აძლევდა ხმას. და ამიტომაც კარგავენ ელექტორატს და მე დარწმუნებული ვარ, რომ მათი ელექტორალური ბაზა კიდევ უფრო ჩამოიშლება, კიდევ უფრო მეტ შეცდომებს დაუშვებენ და საბოლოო ჯამში მივაք იმ მოცემულობამდე, რომ ისევ და ისევ აი ამ სამოქალაქო სექტორის და NGO სექტორის ადვოკატები. ხო, არ ვიცი, აი რის საფუძველზე გაქვთ ესეთი პოზიტიური მოლოდინი, რომ ელექტორალური ბაზა ჩამოეშლება ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ ამ მოცემულობით წინ გვაქვს ადგილობრივი არჩევნები. კობახიძე და ქართული ოცნება მაქსიმალურად, ასე ვთქვათ, აძლიერებს თავის გუნდს როგორც ცენტრალურ ხელისუფლებაში, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებების დონეზე, ანუ რეგიონებში ხელმძღვანელ პირებსაც ცვლის და იქაც საკუთარ ერთგულ კადრებს ნიშნავს, რაც თავისთავად წინაპირობა იმისა, რომ ისინი ემზადებიან ადგილობრივი არჩევნებისთვის, იმ პირობებში თუ ახალი არჩევნები არ დაინიშნა და ოპოზიციამ არ მიიღო მონაწილეობა, ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა არ მიიღო მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში, მაშინ გამოვა, რომ საქართველოს ყველა დიდ ქალაქს ისევ ქართული ოცნების მერი ეყოლება და საკრებულოებშიც უმრავლესობით ისინი იქნებიან და ეს არის გარკვეული წინაპირობა უკვე იმისა, რომ აი ამ რესურსით უფრო გაუმარტივდება შემდგომი საპარლამენტო არჩევნების მოგება, თუნდაც ახალი არჩევნები დაინიშნოს აი ამ ზეწოლის ფონზე, რაც გვაქვს. ანუ სად ხედავთ აი ამ აქ უტყუარ ნიშნებს, რომ ელექტორალური ბაზა ქართული ოცნებისა მცირდება? უტყუარ ნიშნებს ხედავ ქალბატონო იმam მათ მიერ დაშვებულ შეცდომებში და შიდა და საგარეო წმეხის ზრდაში და ეს არის ჩემი აზრით ძალიან მკაფიო ინდიკატორები ამ თვალსაზრისით და მათ შორის აი ბატონმა ივანიშვილმა რა წერილიც გამოაქვეყნა ღმერთმა უნდა გვიმრავლოს მსგავსი ტიპის წერილები შემდეგი თვეების და კვირების განმავლობაში რომელიც არის კლასიკური მაგალითი იმის თუ ადამიანი როგორ ესე იგი ღალატობს საკუთარი სახელმწიფოს საკუთარი ქვეყნის სამშობლოს ინტერესებს პირდაპირ მნიშვნელობით ანუ არ ვუტრია. ანუ ადამიანი რომელიც ღიად იძახის რომ ჩემთვის ჩემი პირადი ფული ყველაფერია სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა. ყველაფერზე მაღლა დგას ვიდრე სახელმწიფო ინტერესებზე. არა, ის ამბობს რომ მე მაქვს კომპლექსი რომ ჩემი პირადი ინტერესების გამო არ მივიღო ისეთი გადაწყვეტილება რომელიც შესაძლებელია საზიანო იყოს, ანუ ჩემმა პირადმა ინტერესებმა, მოკლედ სახელმწიფო ინტერესები არ გადაწონოსო, ამას ამბობს ივანიშვილი. დიახ, და რას ნიშნავს მე ეგ სწორედაც? აი როგორ გაიგეთ? როგორ უნდა გაიგოს რიგითმა საქართველოს მოქალაქე? რა მნიშვნელობა აქვს? მე რომ მქონდეს, ანუ ჩემი პირადი ინტერესი, მეც მაქვს ჩემი პირადი ინტერესი ძალიან ბევრი თქვენ წარმოიდგინეთ. შეიძლება იმ ფინანსური კალიბრაციის ზომის არა, როგორც ივანიშვილს, მაგრამ ყველას გვაქვს ჩვენ ინტერესი უკაცრავად და მე ბევრი წლის განმავლობაში მქონია ჩემი პირადი ინტერესი. კი ბატონო, თუმცა ბატონო კახა ამ ასე ვთქვათ ქართულ-ამერიკულ სკანდალთან დაკავშირებით არ დამიყენებია, არასოდეს არ დამიყენებია სახელმწიფო ინტერესზე მაღლა. თქვენ წარმოიდგინეთ. თუმცა თავარი მაინც ალბათ მთელს ოჯახზე მაღლა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კი ბატონო, და ბოლო შეკითხვა მექნება რა თქვენთან. კი ბატონო, და ბოლო შეკითხვა მექნება თქვენთან, იმიტომ რომ მელოდებიან სტუმრები სტუდიაში. თუმცა ჩემთვის მაგალითად ხომ აი ამ მთელს ქართულ-ამერიკულ სკანდალში ორი მთავარი შეკითხვა რა გზავნილები აქვთ ამერიკელებს, რომლის გადაცემაც ბიძინა ივანიშვილისთვის სურთ და რატომ არ ხდება ის, ანუ
რას გულისხმობ? მას შეეძლო შეხვედრო და არ გაეცა პასუხი, უბრალოდ დრო აეღო, არათ მოსაფიქრებლად, რა დროის მოგების თვალსაზრისით და აი ამხელა ამბავი არ მოყოლოდა, რომ ბიძინა ივანიშვილს სთხოვს ამერიკის ელჩი შეხვედრას და მას აქვს ესეთი პოზიცია კომპლექსების გამო უარსეუბნება ელჩის შეხვედრას და ამის ამართებს ირაკლი კობახიძესთან, რაც თავისთავად ნამდვილად არ არის სასარგებლო და ძალიან საზიანოა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების, თუნდაც იმ პერსპექტივით, რა პერსპექტივის იმედიც აქვს ჯერ კიდევ ქართულ ოცნებას გადატვირთვას გულისხმობთ. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა გზავნილები იყოს, შეიძლება იყოს ეს რისი შეიძლება მოსმენაც არ უნდა, ან მიღება არ უნდა, უბრალოდ შეიძლება იცის ივანიშვილმა, მაგრამ არ უნდა დაფიქსირდეს, რომ მან პირადად მოისმინა ეს გზავნილები. არა, აქ ყველაზე საინტერესო რა არის, იცით, ქალბატონებმა ამ კონტექსტში, ეშმაკე დეტალებში იმალება. ხო, ანუ არჩევნებამდე, სხვათა შორის იმ ინტერვიუს თუ გაიხსენებთ, მე მგონი პირველ არხსმისსა თუ სწორად მახსოვს ან იმედს, თვითონ იძახდა, რომ არჩევნების შემდეგ, როდესაც ესე იგი ის მოვიდოდა ხელისუფლებაში, თავად დაელაპარაკებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იგივე პიროვნება არ შეცვლილა და შესაბამისად ის შეეცდებოდა ამ ურთიერთობის გადატვირთვას. ეხლა რა ხდება? რო გაიგოს. ანუ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რომელიც წარმოადგენს ანუ თეთრ სახელს პრეზიდენტი ტრამპის ადმინისტრაციას, თავად სურს ივანიშვილთან დალაპარაკება. ის ეუბნება, რომ ჩამოვიტანე გზავნილები ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, სახელმწიფო დეპარტამენტი არის ინსტიტუცია, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკას, საგარეო პოლიტიკას ოღონდ მანდატირებული არის თეთრი სახლის მიერ და მინდა რომ გადმოქცეთ ეს გზავნილები. და ამ დროს რას აკეთებს ბატონი ივანიშვილი? თავისი დაპირების საწინააღმდეგოდ, ესე იგი იძახის, რომ რაღაც აბსურდულ ანტისახელმწიფოებრივ ეგრეთ წოდებულ არგუმენტაციას იშველიებს. ხო, ანუ რაც მოვისმენთ. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ჩემი აზრით ის ან არის მთლიანად მის ანალიზში, სტრატეგიულ მის ანალიზში და არ გამიკვირდება რომ ასე იყოს, იმიტომ რომ მას დღემდე სჯერა რაღაც კონსპირაციული თეორიების, რომ იქ რაღაც სხვადასხვა პროცესები მიმდინარეობს და ელოდება მართლა deep state-ი გაიმარჯვებს თუ ტრამპი თუ სახელმწიფო დეპარტამენტი თუ უსაფრთხოების საბჭო თუ თავდაცვის დეპარტამენტი და ასე შემდეგ, ეგ ერთი. მეორე რომ უბრალოდ რეალურად ანუ გამოუვალ მდგომარეობაშია და ჭიხშია, ამასაც არ გამოუვიხავ და მესამე ორივე ერთად თქვენ წარმოიდგინეთ. და ესეც ავარაუდო სცენარია, იმიტომ რომ თვითონ შეიყვანა ამ ადამიანმა ისეთი ხალხი შემოიკრიბა, იმდენად არაკომპეტენტურები და იმდენად ყველაფერზე თავის დამკვრელები, აი საკუთარ უკაცრავად და აბსოლუტურად ესე იგი წარმოუდგენელ თეზისებს რო კრიტიკული აზროვნების გარეშე და კრიტიკული ანალიზის გარეშე ატარებენ ფილტრის გარეშე, რომ მივიდნენ იმ წერტილამდე, რომელიც არის შემოუბრუნებლობის წერტილი და თვითონ გძნობს, რომ ასეა. მადლობა. და არ უნდა ამ პასუხისგებლობის აღება საკუთარ თავზე, არ უნდა ამის თვითონ დარქმევა, საკუთარი სახელის დარქმევა. რო წერილი მივიღე, ეს გზავნილები მივიღე და შემდეგი ნაბიჯები რაც მექნება, მაინც და მაინც მე უნდა გადავდგა. ან და მას არ ჯერა რომ ამერიკელებმაც და ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანმა, რომელიც საქართველოს უყურებს, უკვე იციან გადაწყვეტილების მიმღები ვინ არის. და იმ ხალხს გაზომილი ყავთ, კობახიძის წონა რა არის, მდინარაძის წონა რა არის. მადლობა ბატონო კახა. მოლაპარაკებების წონა რა არის პოლიტიკურია. და ზუსტად იციან, ვინ არის გადაწყვეტილების მიმღები. ამ ადამიანმა ეს ვერ გაითვალისწინა, ვერ ისწავლა 12 წლის განმავლობაში რა სიღრმისეულ ანალიზებს საუბრობთ და რა კონსპირაციულ თეორიებზე საერთოდ. ეს არის მისი პრობლემა და ეს პრობლემა ამ პრობლემას ჩვენ ვერ გადაუჭრით. მადლობა. გადაჭრით სამართლიანი არჩევნები და რაც მალე მიხვდება და მივა ამ გადაწყვეტილებამდე, მით უფრო უკეთესი მისთვის თქვენ წარდგენთ. მადლობა. კახა ქემოკლიძე გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთ ლიდერს უსმენდით, თენგო კირთაძე პარტია ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი სიორიძე ძლიერ საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი. მოგესალმებით ბატონო, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოდი ამ თემას გავაგრძელებ, იმიტომ რომ სხვა თემებიც წამოგვეწია ოპოზიციასთან დაკავშირებით. მოვისმინეთ დღეს შეფასებები აი ამ საკადრო ცვლილებების ფონზე, ოპოზიციის შეფასებებს გულისხმობ, რომ მაგალითად კიდევ ერთი სათამაშო მოისროლა ივანიშვილმა და ჩვენი მიზანი უნდა იყოს ივანიშვილის დამხობა თავის სათამაშოებიანად. თენგონ თქვენგან დავიწყებ, მე პირველ რიგში მაინტერესებს ოპოზიციისთვის რა იცვლება, ვინ წავა თანამდებობიდან და ვინ მოვა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ოპოზიცია ისეთ პრინციპულ საკითხზეც
მნიშვნელოვან საკითხზეც ვერ შეთანხმებულა, როგორც არის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობა. ხო, იცვლება თუნდაც ის, რომ ოპოზიციას ეძლევა გარკვეულწილად ინსტრუმენტი, რომ საზოგადოებას ნაწილს, რომელსაც შესაძლოა ეჭვში აქვს აი ამ პროტესტის წარმატებაში, ზუსტად აუხსნას, რომ ის რაც ხდება ქართული ოცნების რიგებში, ეს ნიშნავს მათ დასუსტებას. და ეს არის მათ შორის პროტესტის დამსახურება. ამიტომ პროტესტის ჩამოწერა, ანუ საზოგადოებრივი წინააღმდეგობის ჩამოწევა არათუ არ არის დროული, არამედ არასწორია. ეს შესაძლებლობა აქვს მაგალითად ოპოზიციას აუხსნას. ასევე შესაძლებლობაა გავლენა იქონიო ქართული ოცნების რიგით მხარდაჭერებზე და ვერტიკალის შუარგოლში, თქვათ, მენეჯერულ პოზიციაზე მყოფ ადამიანებს, რომ თუ ნახავთ ვინ წავიდა, ხო? ეს იყო რეპუტაციულად სანდოობით ქართული ოცნების მხარდაჭერებში ფაქტობრივად ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები, ხო? ბიძინა ივანიშვილის შემდეგ პირველივე დღიდან ბიძინა ივანიშვილთან ერთად გარკვეული პოპულარობით და რეიტინგით სარგებლობდნენ პარტიის შიგნით. ხარიბაშვილი, ლილუაშვილი, ეხლა შინაგან საქმეთა მინისტრი გომელაური. ეს ადამიანები გავიდნენ, ეს ბუნებრივად მათ შორის აჩენს იქ ეჭვიანობის ნიადაგს ამ გაურკვეველ ვითარებაში, ხო? აი, რაღაც სანქციები დაუწესდათ, მაგრამ იქნებ უფრო ცუდი კატაკლიზმების გარიდა. და იქნებ წავიდნენ, იმიტომ რომ ეს არის ვერსია, მხოლოდ ერთი უამრავი ვერსიიდან არის კიდევ ვერსია, რომ წავიდნენ შესაძლოა იმიტომ, რომ საჭირო დროს მობრუნდნენ სულ სხვა პოლიტიკურ საჭირო, აი ნახეთ, საჭირო დროს ეხავე წინადად საჭირო დროს. ამაზე საჭირო დრო ან კრიზისის თვალსაზრისით ქართულ ოცნებას რა შეიძლება ქონდეს? ანუ 13 წლის განმავლობაში ამაზე რთული პერიოდი ქონია თავისი მმართველობის? არა, რა თქმა უნდა. და აი ამ დროს, როდესაც ხარებას თანაშემწე ამბობს, რომ ურთულეს პერიოდში ხარება სამსახურიდან არ წავა ქვეყნისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრი და პარტიის თავმჯდომარე ხარიბაშვილი და გომელაური გამოდიან და ეხა როცა უკვე ქვეყანა კეთილდღეობის გზაზე დადგა და შვიდობამ დაისადგურა ქვეყანაში, ჩვენ გვაქვს იმის ფუფუნება მიუხედავად საკუთარ ოჯახებს. ეს ხო წარმოგიდგენთ რა გავლენა. კარგი, გიორგისთან მინდა გადავიდე იგივე თემაზე, აი სალომე ზურაბიშვილის განცხადება იყო, რომ ეს არის პირდაპირი მაჩვენებელი იმისა, საკადრო ცვლილებებს გულისხმობ, აი ბოლო 2 თვის განმავლობაში განხორციელებულს, რომ ბიძინა ივანიშვილი ყველაზე ახლო ადამიანებმა ყველაზე სანდო გარემოცვამ დატოვა, იმიტომ რომ პრობლემები შეექმნათ უკვე არსებული სანქციებით და კიდევ უფრო მკაცრი სანქციების მოლოდინი გაუჩნდა. თუმცა ეს არის მხოლოდ ერთი ვერსია. აი საინტერესოა თუ განიხილავს სხვა ვერსიებსაც ოპოზიცია, განსაკუთრებით ისეთი შინაარსის მქონეს, რამაც შესაძლებელია პოლიტიკური საფრთხე შეუქმნას მას სამომავლოდ, იმიტომ რომ ეს ვერსია აშკარად ხელს აძლევს ოპოზიციას. მივესალმები თქვენს მაყურებელს, მე არ მგონია რომ ოპოზიციისთვის საკუთრივ შეიძლება რაღაც შეიცვალოს, თუმცა თენგოს ვეთანხმები იმ თვალსაზრისით, რომ უფრო მეტად წარმოჩინდეს ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილის თვალში ის თუ რა რეჟიმთან გვაქვს საქმე, ეს ნამდვილად სასარგებლო რამ გახლავთ. ახლა არავის არ ჯერა აქ რომ და ნურავის ეგონება რომ ვიღაცას შეუძლია დამოუკიდებლად რაღაცა გადაწყვეტილება მიიღოს, თვითონ განერიდოს, მით უმეტეს, როდესაც ისინი თავით ფეხებამდე არიან ჩაფლულნი ამ სიბინძურეში, პოლიტიკურ კორუფციაში და მართლა ჭიპლარით არიან გადამუნი უკვე იმ ბიძინა ივანიშვილთან და იმ ქმედებებთან, რომელიც განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში ჩაიდინა რეჟიმმა. ეხლა გომელაურზე როდესაც ვსაუბრობთ, ხო, ადამიანი მაგნიცკის სიაში არის შეყვანილი, სხვა ძალოვან მაღალჩინოსნებთან ერთად, მას არ აქვს ისევე როგორც არავის არ აქვს რა იმისი ფუფუნება, რომ რაღაცა მიზეზით თვითონ გაიწიოს, იმიტომ რომ ივანიშვილი არის ჭადრაკის მოთამაშე, ვინც თავის სპაიკებს როცა უნდა მაშინ გაწევს, შემოწევს, ესეთიც გვინახავს ხარიბაშვილის შემთხვევაში. სამსოვლებს აქვს ოპოზიციას ამაზე ჩვენ რა ვიცი, ზუსტი პასუხი, ან დაზუსტებულთან მიახლოვებული პასუხი? ჩვენ ხომ არ გვექნება იმისი ილუზია, რომ რამენაირად ახლა შეიძლება შინაგან საქმეთა სამინისტრო უკეთესი გახდეს და ის საშინელი მონსტრი, რომელიც ვიხილეთ, ხო, ბოლო თვეების განმავლობაში რადაც ჩამოყალიბდა და თუ გერგნებავთ ბოლო წლების განმავლობაში რადაც ჩამოყალიბდა, ეს რამენაირად შეიცვლება, როდესაც სისტემა არის უკვე ამდენად დამპალი, შესაბამისად
ერთი რამ რაც ყველამ უნდა გაითავისოს არის ის რომ რეჟიმში არ გვყავს ჩვენ პრაქტიკულად პოლიტიკოსები, ხო? ეს ადამიანები არიან ბევრი თავისი რაღაც მერკანტილური ინტერესის გამო თავის დროზე მისული შეიძლება, მაგრამ ყველას თავზე არის დამოკლეს მახვილი. მათ შორის ივანიშვილის ყველაზე ახლო გარემოცვის თავზეც როგორებადაც იყვნენ, ხო? ეხლა ლილუაშვილი, გომელაური, ღარიბაშვილი და სხვები, შესაბამისად არავინ არ არის დაზღვეული, არავის არ აქვს უზრუნველი მომავალი, რაც კიდევ ერთხელ ვეთანხმები ამ შემთხვევაში თქვენ სტუმარს, რომ არის ნამდვილად შედეგი იზოლაციისა, სანქციებისა, პროტესტისა და ეს ყველაფერი შეუძლებელია წარმოაჩინონ ისე, როგორადაც ახლა თავთვალებში ნაცარცაყრია, რომ გარკვეული სამზადისი არ ვიცი, რაღაც გადამწყვეტი მომენტისთვის. შეიძლება ყველაფერი იყოს ჩვენ ივანიშვილის ტვინში ვერ ჩავძურებით, იმიტომ რომ ეს კაცი არაზროვნებს სტანდარტულად, ეს კაცი არაზროვნებს სახელმწიფოებრივად და ღმერთმა დაგვიფაროს, რომ მასავით ვაზროვნებდეთ ჩვენ, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ეხლა რასაც ამბობენ, რომ ქვეყანა ისეთ მდგომარეობაში არისო, მიყვანილიო, რომ აი ეხლა თამამად შეგვიძლია გავერიდოთო მოვლენებსო, ეს არის უბრალოდ დაცინვა თავისივე ყველაზე ერთგული და მიამიტი ამომრჩევლის. კი ბატონო, ანუ რისთვის ემზადება ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილი, ალბათ უფრო ნათლად და ცხადად რამის დროთა განმავლობაში გამოჩნდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა, რამდენი ვერსიაც არ უნდა განიხილებოდეს. ეხლა ამეტავს მე უფრო მაინტერესებს რისთვის ემზადება ოპოზიცია. ის ცოტა ხნის წინ დასრულდა ერთ-ერთი ოპოზიციური ფორმატის შეხვედრა, სადაც ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მონაწილეობდა პაატა ბურჭულაძეს მიერ ორგანიზებულ შეხვედრას ვგულისხმობ, სადაც როგორც ვიცით, განიხილება ინტერნეტით არჩევნების ჩატარების საკითხი, დღეს ჩატარდა იქ პრეზენტაცია და აი ამ შეხვედრის მონაწილეები ამბობენ, რომ ეს არის უტყუარი მეთოდი და ეს გამოიღებს თავის შედეგს. მაინტერესებს პირველ რიგში თქვენ თუ ესწრებოდით, ან თქვენი წარმომადგენელი თუ ესწრებოდა ამ შეხვედრას და თუ ხართ ზოგადად დაინტერესებული ამ იდეით, ინიციატივით, თუ აპირებთ ასეთი ფორმით ორგანიზებულ არჩევნებში მონაწილეობას? ზოგადად ბატონ პაატას იდეასთან ჩვენ მქონდა შემხებლობა, შეხვედრა შედგა, თუმცა მე არ ვიცი ხა ეს რამდენად შესაძლებელი იქნება მსგავსი იდეის დონეზე ვთქვათ ამის დასახელება მარტივია, მაგრამ შემდეგ გახორციელება პრეზენტაციას რომ დასწრებოდით, ალბათ უკეთ დაინახავდით ამ შესაძლებლობას. მე პირადად არ ვიყავ პრეზენტაციაზე. იყო ვინმე თქვენგან? პარტიიდან წარმომადგენელი იქნებოდა ყოველ შემთხვევაში. ამიტომ ამას ახლა ვერ შევაფასებ, თუმცა მე არ მაქვს ახლა რაღაც განსაკუთრებული მოლოდინი, ჩვენ რო ისტორიული პარალელი გავავლოთ ჩვენივე ახლო ისტორიასთან, მაგალითად შეგვიძლია გავიხსენოთ ეროვნული მოძრაობის დროს არჩევნები, სადაც მრგვალი მაგიდა შევიდა კომუნისტურ პარტიასთან და დაამარცხა ის და პარალელურად ჩაატარა კონგრესის არჩევნები ნაწილმა, სადაც უაღრესად დაბალი აქტივობა იყო. ხო, ესეც პრობლემა. ანუ ეგეთი პარალელური არჩევნების როგორი მარტივი გზითაც არ უნდა ჩატარდეს. ჯერ ეს ერთი აი ამ ფიქრობთ რომ შესაძლებელი აქტივობა იყოს დაბალი ან შესაძლებელი აქტივობა მაღალი იყოს, მაგრამ თავად არჩევნების შედეგებმა ვერაფერი შეცვალოს. აი კონკრეტულად მითხარით რა რისკებს ხედავთ? ანუ იდეა ხო იცით ხა? იდეა მესმის, მაგრამ ჩვენ ჭირდება ქართული ოცნების ვერტიკალის ჩამოშლა. ხო და რაღაც პარალელური არჩევნები. ხო და პარალელური არჩევნები არ ანუ მე რამდენად დღეს ალბათ უკეთი საუბრობ თვითონ ბურჭულაძე იქნება ჩვენი გადაცემის სტუმარი და უკეთი საუბრობს, მაგრამ რაც მისგან მომისმენია, მან თქვა რომ ეს იქნება თუ და ამომრჩევლის მოლოდინი აქვს რომ ამომრჩევლის უმეტესობა დააფიქსირებს საკუთარ საარჩევნო ხმას ქართული ოცნების წინააღმდეგ, ეს იქნება უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ხალხს არ უნდა ეს დაუშვა დააფიქსირა 9 მილიონმა ადამიანმა. ანუ რას გვეუბნება ეს რიცხვი? როგორი ინტერპრეტაცია გავაკეთოთ შემდეგ? თქვათ რომ საკმარისია? თუ არ არის საკმარისი? შემდეგ ქართული ოცნება გამოვიდეს და თქვას რომ მე 1 მილიონი მხარდაჭერი მყავსო? საერთოდ აი ამ გარჩევებში და ესეთ ბუღალტერიაში არ უნდა შევყვეთ ჩვენ ქართულ ოცნებას რაღაც პარალელური რეალობის შექმნით და დაუპირისპირდეთ. ნუ ეხა არ ვიცი მაგასთან დაკავშირებით პარტიას ექნება გადაწყვეტილება ამაში მიიღებს თუ არა, მაგრამ ჩემი პირადი პოზიცია ის არის რომ მეტი გაქვთ ვიდრე ასე ვთქვათ იდეები
მეტ პრობლემას აჩენს, ვიდრე არსებული პრობლემების გადაწყვეტაში რაღაც. გიორგი, თქვენი მოსაზრება მაინტერესებს, ანუ ალბათ თქვენი წარმომადგენელიც ესწრებოდა ამ პრეზენტაციას, ეთანხმებით თუ არა ამ შემთხვევაში თენგოს, რომელიც ამბობს, რომ მსგავსი ტიპის იდეები მეტ პრობლემას აჩენს, ვიდრე რაღაცა გადაწყვეტის გზებს ასახავს და წარმოაჩენს. მე თავად ასევე არ ვესწრებოდი დღევანდელ პრეზენტაციას, თუმცა ჩვენ ბატონ პალატა ბურჭულაძეს ძალიან დიდ პატივს ვცემთ, როგორც პატრიოტს და საქართველოს სასიკადულო მამულიშვილს, მე პირადადაც მაქვს მასთან ხშირად საუბრები, მე მესმის რომ ამ პროცესში მოგახსენებთ. ამიტომაც ვესწრებით, არა, მაგას გეუბნებით სწორედ, რომ ამიტომაც ვესწრებით ხოლმე და საერთოდ ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ამ წიაღში წარმოიშვება ხოლმე, ის იმსახურებს ყოველ შემთხვევაში მოსმენას და განხილვასაც. მე ამ შემთხვევაში არჩევნებთან დაკავშირებით ვინაიდან მაქვს შეიძლება ცოტა უფრო მეტი დარგობრივი ცოდნაც, ჩემი წარსული წლებიდან გამომდინარე, მე საერთოდ არჩევნებს ცოტა უფრო სკეპტიკურად უყურებ ხოლმე ინოვაციების პრაგმატულობას, მათ შორის ისეთ ინოვაციებს, რომელიც უკვე დანერგილი არის. მაგალითად, ინტერნეტით ხმის მიცემის შესაძლებლობას, რომელიც შეიძლება სერიოზულად განვიხილოთ, თუმცა ამასაც ახლავს ხოლმე საფრთხები. მე არ მინდა რომ შევიდე ახლა განსაკუთრებულ დეტალებში, ეს ალბათ გასცდება ჩვენი გადაცემის ფორმატს, ოღონდ თვითონ არსი იმისა, რომ რაღაცა რაოდენობა და უდიდესი რაოდენობა ადამიანების არის მომხრე ამ რეჟიმის დამარცხების, მე მგონი ძალიან ნათლად გამოჩნდა თუნდაც დეკემბერში. როდესაც ასეულობით 1000 ადამიანი ქუჩაში გამოვიდა და ეს კიდევ არ მოიცავდა. არ აღმოჩნდა, ასე ვთქვათ, არც ხელისუფლების შესაცვლელად და არც ახალი არჩევნების დანიშვნისთვის, ანუ ამას განიხილავს ეს ოპოზიციური ფორმატი, როგორც ახალი ხელისუფლების ცვლილების ერთ-ერთ ეფექტურ მექანიზმს. ამაზეა საუბარი. მეც სწორედ ამას ვამბობ, რომ საკმარისი ქართული ოცნებისთვის რა აღმოჩნდება, ეს ძალიან ნათლად ჩანს ალბათ ახლაც. არაფერი არ აღმოჩნდება საკმარისი, მას ყოველთვის სხვა არგუმენტი ექნება. ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ უფრო სხვა ფრონტიდან, სხვა ფლანგებიდან ბრძოლა, რასაც ჩვენ ვახორციელებთ, საერთაშორისოდან დაწყებული, შიდა პროტესტით დამთავრებული, აი ეს არის ის, რაც აიძულებს ქართულ ოცნებას და არა რაღაცა შედეგის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის საკითხიც ერთ-ერთ ასეთ ფრონტად განიხილება. მოკლედ და ბუნებრივია და შემიძლია კი ბატონო, კარგი. ჯერ თენგოს მოსაზრება მაინტერესებს ამ საკითხთან დაკავშირებით. ეხლა რასაც ვუყურებ, ხო, ორი ისეთი ჩამოყალიბებული ოპოზიციური ფორმატი გვაქვს. საკმაოდ ხშირია ამ ფორმატის ფარგლებში სხვადასხვა საკითხების განხილვა, მაგრამ აი გადაუწყვეტელი და შეუთანხმებელი საკითხი უფრო მეტია, ვიდრე რაღაცა ერთიანი პოზიცია. მათ შორის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით. აი ნიკა მელია, რომელსაც ძალიან ბევრი შეკითხვა გაუჩნდა და ბევრი ბუნდოვანება დაინახა იგივე სალომე ზურაბიშვილის მოწოდებებში, ამაზე ცოტა მოგვიანებით. ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხზე ორ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, ეს არის გახარიას პარტია და ეს არის ლელო ძლიერი საქართველოსთვის, პირდაპირ ასე ვთქვათ, ღია საჯარო შეკითხვით მიმართავს და ამბობს, რომ აი ამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა არ არის უბრალოდ შეცდომა, ეს არის უდიდესი შეურაცხყოფის მიყენება თვეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე შეკრებილი საზოგადოებისთვისო. ლევან ხაბეიშვილიც საუბრობს ამაზე, აი გარკვეულ ჯგუფებს რომ მზადება აქვს დაწყებული ეგრეთ წოდებულ არჩევნებში მონაწილეობისთვის არანორმალურს უწოდებს. მაინტერესებს თუ იზიარებთ ამ მოსაზრებას და თუ იზიარებთ ამ ფორმით. არა, მე ამ ფორმით მოსაზრებას არ ვიზიარებ, განსაკუთრებით არ ვიზიარებ იმ ძალებიდან, რომლებიც ცდილობენ სხვას დააბრალოს არჩევნებში მონაწილეობის სურვილი და დიდი ალბათობით მათივე პარტიის გადარჩენისთვის და რეგიონალური სტრუქტურების შენარჩუნებისთვის არის აუცილებელი ადგილობრივ თვითმმართველობაში მონაწილეობა და ეხა უბრალოდ ჯერ ქვებს ისვრიან სხვის ბოსტანში. ამიტომ ამ ნაწილს ესე არ ვიზიარებ, თუმცა რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, ეხა 26-ში მაისს სალომე ზურაბიშვილმა გააჟღერა პლატფორმას პოზიცია. პლატფორმის პოზიცია არის უცვლელი და მასთან დაკავშირებით შემავალ პარტიებს და ძალიან ხო მაგ ნაწილამდეც მივალ, რაც ძალიან ცუდი. მელი არ არის მელი არ არის პლატფორმის. აღარ არის დატოვა მან პლატფორმის ნაწილი. ეს პლატფორმის სახელით გავრცელა, ეს შეკითხვაც ყო. პლატფორმის სახელით გავრცელა, იმიტომ პლატფორმა ამოდის პროტესტის ინტერესებიდან. ანუ პოლიტიკური პროტესტი უნდა შეიქმნას, პროცესი უნდა შეიქმნას, იმიტომ რომ ჩვენ ვთქვით, რომ არასაკმარისი იყო ხალხის ქუჩაში გამოშვება. ეს სწორედ იმიტომ იყო არასაკმარისი,
რომ პოლიტიკური ალტერნატივა არ ჩანს ამ ქვეყანაში და პოლიტიკური ალტერნატივის შექმნის მცდელობა არის სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგობის პლატფორმა, რომელმაც მოქალაქეებს უნდა დაანახოს, რომ არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომელსაც შეუძლიათ განსხვავებულ საკითხებთან დაკავშირებით რაღაც კონსენსუსი და პოზიციებთან დაკავშირებით შეჯერება. ეს არის სწორედ კოალიციური მოდელი, რომელიც დაიტესტება ეხლა წინასაარჩევნოდ, ანუ ამ პროტესტის პერიოდში და შემდეგ უკვე უფრო მარტივად დასაჯერებელი იქნება საზოგადოებისთვის, რომ აქ არიან პასუხისმგებლიანი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მიუხედავად განსხვავებებისა, მაინც ახერხებენ ერთმანეთთან თანამშრომლობას. ეს კულტურა გაკლდა. კოალიციური მოდელი დაიტესტება ადგილობრივ არჩევნებამდე? პლატფორმის მოთხოვნა არის ახალი საპარლამენტო არჩევნები იმ პირობებით, რა pirobებით წაუყენეთ ჩვენ რეჟიმს. მაგრამ თუ არ იქნება, მესმის, მაგრამ ამას დრო იკარგება. ალტერნატიულად პლატფორმა ითხოვს და ანუ პლატფორმას შემავალი პარტიები იქნებიან თანახმა, მიიღონ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, თუ ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად. თუმცა სამზადისი ხომ უფრო ხანგრძლივი პროცესია, მით არჩევნებისთვის სამზადის და მით უფრო კოალიციური მოდელის ჩამოყალიბება, ანუ კოალიციური მოდელი უნდა ჩამოაყალიბოს შენ, პარალელურად მოითხოვო ახალი არჩევნები და ემზადო ადგილობრივი არჩევნებისთვის. ანუ ესე ვხედავ მე, რაიმეში ვცდები? ხო, მან ჩვენ ხო არ ვამბობთ რომ მარტივ ვითარებაში ვართ. არ არის ქვეყანა მარტივ ვითარებაში, რეჟიმი ხო არ არის მარტივ ვითარებაში, მაგრამ არც ოპოზიციური სპექტრია მარტივ სიტუაციაში, ხო? ჩვენ ხედავთ რიგ საკითხებთან დაკავშირებით ძალიან განსხვავებულ აზრს, რაღაც ურთიერთბრალდებებს ისე მზადება, ეს არ ემზადება. ზოგადად ვამბობ რა, მთელი ეს პროცესი პოლიტიკურ სპექტრს ოპოზიციურს უნდა გამოეყენებინა, რომ მზადება ქონოდა არჩევნებისთვის. რას ნიშნავს არჩევნებისთვის მზადება, ხო? თუ შენ ითხოვ ახალ არჩევნებს, პოლიტიკური პარტია არ უნდა გაძლიერდეს ესემა? არ უნდა ყავდეს რეგიონებში წარმომადგენლები? არ უნდა შეეცადოს ანუ მხოლოდ მოთხოვნა არ არის საკამარისი ამ შემთხვევაში? მოთხოვნა რა თქმა უნდა საკამარისი არ არის, მაგრამ ჩვენ ძალიან ბევრ ეჭვს, არათუ ეჭვს აგერ უკვე პირდაპირ ტექსტით ისმის ბრალდები მესმის თენგო, მაგრამ ჩვენ ხომ განსხვავებულ ვითარებაში ვართ ახლა, ხო? ანუ სამზადისი არჩევნებისთვის იწვევს პოლიტიკურ ეჭვიანობას, ჯერ ამბობდნენ რომ აი აქვთ ინფორმაცია რომ მოკლედ ემზადებიან და დადიან რეგიონებში და ეხლა მაგიტომ ვამბობ, როდესაც ეს თემა არანორმალურს უწოდებენ და ღალატის ტოლფასიაო. როდესაც ეს თემა გაჩნდა თებერვალში, ქართული ოცნების მიერ შემოგდებული, რომ უნდათ ეჩვენებინათ ქვეყანაში რაღაც ნორმალიზების პროცესი და ამიტომ დაიწყეს პროტესტის ეპიცენტრის დროს თვითმმართველობის არჩევნებზე ლაპარაკი, მაშინაც მოუწოდებდით ჩვენ მედიას და მთელ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს, რომ აი ამ დებატებში არ უნდა შევიდეთ. მოვიდოდათ დრო თვითონ პროტესტის ამოცანებიდან თვითონ ხალხი აჩვენებს საერთოდ რომელი არჩევნები განიხილება და აძლევს თუ არა მოსახლეობა ამ არჩევნების ლეგიტიმაციას. იმიტომ ვერანაირი პოლიტიკური პარტია თუ ის საკუთარ მხარდაჭერას ვერ მიიყვანს არჩევნო უნებთან, მისი მონაწილეობა თვითონ გამოდის აბსურდით. ეხა რატო უნდა რომელიმე პატივსაცემი ოპოზიციური პარტია გახდეს რეჟიმის ლეგვის ფოთოლი, იმიტომ რომ პირობითად რომელიღაცა რეგიონში რამდენიმე საკრებულოს წევრი მიიღოს, ხო? აბსურდია. კი ბატონო, ანუ ერთობა არის მნიშვნელოვანი ერთ საკითხში თუ მეორე საკითხში გარკვეული ტიპის. შეჯერებული პოზიციების დაცვა არის მნიშვნელოვანი. ეს ჭირდება საზოგადოებას. ერთი რომელიმე პარტია, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ გაზაფხულს ვერ მოიყვანს, მაგრამ ერთობლივად შეუძლია გარკვეული ცვლილებების, ასე ვთქვათ, მოტანა ქვეყნისთვის. აი კოალიციურ მოდელზე დაგიბრუნდებით, ცოტა მოგვიანებით, მანამდე გიორგის მოსაზრება მაინტერესებს, უფრო სწორად კი თქვენი პასუხი მაინტერესებს მელიას ამ განცხადებაზე. აი ბოლო პერიოდის განმავლობაში მიზან მიმართულად მისი აი ამ წავი განცხადებების ადრესატი ხართ ორი პოლიტიკური ძალა. ახლა პირდაპირ ამბობს, რომ ადგილობრივ არჩევნებზე გასვლა არ არის უბრალოდ შეცდომა, უდიდესი შეურაცხყოფის მიყენება თვეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე შეკრებილი საზოგადოებისთვის. მე ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის მიმართვები არის სრულიად უადგილო და დამაზიანებელი იმ ბრძოლისათვის, რომელ ბრძოლაში ჩვენ ყველანი ვართ და ამ ბრძოლაში ყავს ჩვენ ერთი მეტოქე, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და რუსული რეჟიმი და როდესაც ებრძვი რეჟიმს და რეჟიმის სასარგებლო დისონანსის ნიშნებს ხედავ, ხო, ეს ყველაფერი თავის თავზე მეტყველებს. სწორედ ეს უნდა რეჟიმს და ეს უნდა მაშინაც, როდესაც თავის დროზე 7 თვით ადრე წამოწია ეს დღის წესრიგი და შემოაგდო რეალურად ამ საკითხზე საუბარი, როგორც თემა,
და ამას ვამბობდით ჩვენ მაშინაც. ჩვენი პოზიცია მას მერე უცვლელი არის და არის თანმიმდევრული და სხვათა შორის სალომე ზურაბიშვილის მიმართვაშიც სწორედ ეს აღინიშნა, ხო, რომ ეს იყო შეცდომა. არა მხოლოდ იმის თქმა, რომ არ ვიღებ მონაწილეობას, არამედ იმის თქმაც, რომ ვიღებ მონაწილეობას იმ დროს, როდესაც ეს არ იყო საჭირო, სათქმელი. მაგრამ როგორც ჩანს, ჯერ კიდევ დარჩა შეცდომების გამოსწორების სივრცე, ხო? მოგახსენებთ ამაზეც. ჩვენ რატო ვამბობდით ამას? ჩვენ ვამბობთ, რომ ბრძოლის მთავარი ღერძი და ხაზი გადის ქუჩაში, პროტესტზე. ბუნებრივია მას მოხვება, ხო? საგარეო ველზე მუშაობა და გადასარევი მაგალითი გქონდა ჩვენ და გვაქვს ახლაც თანამშრომლობის ამ 4-ვე ბარიერგადალახულ კოალიციას იმ გაყალბებული შედეგებითაც ბარიერგადალახულს გულისხმობ. ჩვენ გვაქვს ის მიღწევები, რაც გულისხმობს არაღიარების პოლიტიკას, ხო? დელეგიტიმაციას გულისხმობს მეგობარი აქტის ასეთი დაჩქარებული პროცედურებით გავლას და სხვას იზოლაციას, სანქციებს ჩვენ უნდა გვავიწყდება, რომ სანქციები სადღაცა ბუნებრივია კიდევ იქნება და მოვა დაწუნებული ვარ უფრო მკაცრი, მაგრამ ეს არ არის რაღაც ეფემერული მოლოდინი, უკვე დასანქცირებული რომ არის ბიძინა ივანიშვილი, უკვე დასანქცირებულები რო არიან, აი აც უკვე პენსიაზე გასული გომელაური და სხვები. ეს მნიშვნელოვანი შედეგებია. შესაბამისად ჩვენი მთავარი მოთხოვნა ახალი საპარლამენტო არჩევნები და სინდისის პატიმრების გათავისუფლება არის და რჩება უცვლელი. ეს არის ის დათქმა, რომელიც შეიძლება გაკეთებულიყო. უშლის, ასე ვთქვათ, თქვენს გეგმებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. მოგახსენებთ. დათქმა თუ რაიმე შეიძლება ყოფილიყო, ეს დათქმა გააკეთა ქართულმა ხალხმა. ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ეს არის ორიენტირი. და ამ ბრძოლაში შემდეგ უკვე სტრატეგიული მიდგომები, ხო, რომელიც წინასწარ უნდა გაუმჟღავნო ქართულ ოცნებას, ეს არის დამაზიანებელი. მის მიერ შემოთავაზებულ დღის წესრიგზე რომ აკეთებ რეაგირებას და არა შენი დღის წესრიგის შეთავაზებისკენ მიმართავ ძალისხმევას, ხო? ეს არის დამაზიანებელი სწორად და დამაზიანებელი რა არის, იცით, რომ ახლა ცდილობს ანუ ჩდება ობიექტურად თუ სუბიექტურად ისეთი განცდა საზოგადოების ნაწილში, რომ თითქოს ეს ნიშნავს ლეგიტიმაციის მიცემას იმ არჩევნებისთვის. ანუ ძალიან მაინტერესებს, აი კითხვას ვშვამ და თუ გნებავთ რიტორიკულად ჩავთვალოთ. ვინმე რომ მიიღოს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, ეს 99 წევრიან პარლამენტს გახდის 90 წევრიანად, 100-იანად და უფრო მეტიანად? რომ არალეგიტიმურად მივიჩნიეთ და ასეთად დავტოვეთ, ამიტომაც ჩვენ შეგვიწყდა მანდატები ჩვენი პარტიის წევრებს, ამიტომაც ჩაიხსნა სიები თავის დროზე და ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, რაც შეესაბამებოდა პროტესტის სულისკვეთებას და თავდაპირველ მოთხოვნებს საწყის ეტაპზე. და შესაბამისად პარლამენტი რჩება არალეგიტიმური, ისევე როგორც მთავრობა რჩება არალეგიტიმური. მაგრამ ლეგიტიმაციის რაღაც საყოველთაო არალეგიტიმურობა რას ნიშნავს? ჩვენ სახელმწიფოზე უარს არ ვიძახით. ეს პარლამენტი ეგრეთ წოდებული არა თუ არალეგიტიმური, ფორმალურადაც იმდენად კოჭლია, რომ 90 ხმაც არ აქვს, რაც ნიშნავს 3/5-ს და თელ რიგ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს, სახალხო დამცველს ვერ აირჩევს ელემენტარულად და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრს. შესაბამისად, აი ეს არის არასწორი ფოკუსები, რომელთაც საზოგადოებას უნდა გაუფანტოთ ამასთან დაკავშირებით. აი გავასწოროთ ამ ფოკუსს და ძალიან მაინტერესებს უფრო მეტი კონკრეტიკა ამ პოლიტიკური ალტერნატივის შესახებ, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა და რადგან ისაუბრა, ბევრია ნამსჯელი აი ამ წინააღმდეგობის პლატფორმის ფარგლებში და უკვე გარკვეული ასე ვთქვათ მონახაზი კონტურები არსებობს. კოალიციური მოდელიო თქვენ ამბობთ. აი რომ ჯერ მიპასუხეთ იმ ასე ვთქვათ მოსაზრებაზე და უფრო სწორედ შეკითხვა დავარქვათ ამას, რომელიც მე გამიჩნდა, ანუ უკვე იწყებთ წინააღმდეგობის პლატფორმის ფარგლებში კოალიციურ მოდელზე მუშაობას, აი პარალელურად აი ამ მოთხოვნებისა? ანუ კოალიცია რას ნიშნავს, ხო? საქართველოში ისე გამოცდილებას არ ქონია, როგორც წესი არჩევნების შემდეგ ის პარტიები, რომლებიც თანხმდებიან რაღაც გარკვეულ მნიშვნელოვან ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით, კონსენსუსით რაღაც შეჯერდებიან და მართავენ ქვეყანას აი ამ შეჯერებული ხედვის ფარგლებში. პლატფორმაზე რამდენიმე ოპოზიციური პარტია არის საკმარისი იმისათვის, რომ ეს კოალიციური მოდელი შექმნათ? საკმარისია იმისათვის, რომ პლატფორმა თუ იქნება წარმატებული, საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანებს ვაჩვენოთ, რომ სრულიად განსხვავებულ, მათ აღქმაში ნაწილობრივ ქაოტურ და ნდობის არ მქონე პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ ერთმანეთთან მნიშვნელოვან და ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობა,
კონსენსუსი და ამ გადაწყვეტილების ახსნა და დაცვა. აი ამისთვის არის აუცილებელი ეს პროცესი და ეს არის აუცილებელი საზოგადოებაში ნდობის გაჩენისთვის, რომ ალტერნატივა უბრალოდ რეალურად დაინახონ ჩვენ თუ ქართული მაგრამ მე როგორც ამორჩეველი გეკითხებით, აქვე გეკითხებით რა. იქნება თუ არა ეს სრულფასოვანი ალტერნატივა, სრულყოფილი მოდელი კოალიციური მთავრობის, იმიტომ რომ ამ პლატფორმაზე არ მონაწილეობენ, უკვე ახლა არ მონაწილეობენ ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია მაცვლებებისთვის, გახარიას პარტია, აი როგორ ქმნით ამ მოდელს მათ გარეშე? წინააღმდეგობის პლატფორმა არ ქმნის არანაირ კოალიციას. კოალიცია შედგება დემოკრატიული ცვლილებების შემდეგ, არჩევნების შემდეგ. მაგრამ მოდელზე ჩავთვალოთ ესე, დავარქვათ, ტესტავს კოალიციური თანამშრომლობის შესაძლებლობას. ეს კითხეთ, ამათ გარეშე თქო, როგორ იქნება ეს ტესტი სრულყოფილი, ანუ სრულყოფილი რატო? იქ შემავალი ანუ არ ეპატიჟებით მათ? ამას ეპატიჟები რა, პლატფორმის კარი ღია ნებისმიერი პარტიისთვის, თუ ის იზიარებს იმ პირობებს, რაც აქვს. გავიდნენ. ხო და გავიდნენ და რა ვქნა ეხა მაგათი ბრალია, ხო? ანუ შეიძლება მაშინ არ არსებობდა ასე ვთქვათ ეს იდეა, ინიციატივა, ან ესე კარგად და მკაფიოდ არ არის ჩამოყალიბებული. მათი ამოცანა რა. გუნდოვანია ამბობს კაცო, მერია ვერ გაიგო. ხო და გასაგებია კარგად მოусმინოს, დააკვირდეს პროცესებს და შემდეგ თუ დაინახავს სანკვეთის წერტილებს, შეუძლია მაგალითად, აი ძალიან კარგი მაგალითი. ზურა გირჩი ჯაფარიძე, გირჩი მეტი თავისუფლება, არ მონაწილეობდა პირველივე დღიდან და ეხლა ზურას წარმომადგენელი პარტიიდან ჩაერთო უკვე წინააღმდეგობის პლატფორმის მუშაობაში, ანუ გირჩი მეტი თავისუფლება შემოუერთდა ისევ წინააღმდეგობის პლატფორმას და ესეა ყველა პარტიას შესაძლებლობა თუ იმ რაღაც ფუნდამენტურ საკითხების ირგვლივ უნდა შეჯერება, ადამიანებისთვის უნდა ჩვენება, რომ მას გუნდური მუშაობა შეუძლია, მას ის ფუნდამენტური საკითხები ადარდებს. ამით შეიქმნება პოლიტიკური პროცესი, აბა რითი უნდა შეიქმნას მეტი, ხო? საკუთარი ოფისიდან ვიდეოები ჩაწერი და ყვირილით რომ ყველა არჩევნებში იღებს მონაწილეობას, მაგით ვერანაირ პოლიტიკურ პროცესს ვერ თქვენ ამბობთ, ვინც არ მიიღებს მონაწილეობას აი ამ წინააღმდეგობის პლატფორმის ფარგლებში კოალიციური მოდელის, არ ვიცი, შექმნაში და ასე შემდეგ, თვითონ დაიზიანებს პოლიტიკურად საკუთარ თავს, მაგრამ მათი არ მონაწილეობა მესმის, მაგრამ თვითონ ამ პლატფორმას და აი ამ კოალიციურ მოდელს რამდენად დააზიანებს საკმაოდ ისეთი ანგარიშგასაწევი პარტიების არ მონაწილეობა და განზე გადგომა. მე არ მგონია, იმიტომ რომ იცით რა, როგორ უყურებ ამ ქართულ პოლიტიკურ ველს, დღეს რეიტინგი, ანუ ამომრჩეველი ფაქტობრივად არც ერთ პარტიას არ ყავს, რა 3 და 5% და ესეთ ფარგლებში არ ვლაპარაკო. მთელი პოლიტიკური ველი არის თავიდან გადასანაწილებელი. და მე ვფიქრობ, ის პარტიების შეძლებენ ინიციატივის ხელში აღებას, რომელიც საზოგადოებას აჩვენებს, რომ მას ვიწროპარტიული რაღაც ინტერესების გვერდით გადადება შეუძლია, ქვეყნის ინტერესებიდან ამოვიდეს, მას თანამშრომლობა შეუძლია, მას კონსენსუსის მიღწევა შეუძლია და მას შინაარსი გააჩნია. და სწორედ ამ შესაძლებლობას აძლევს პოლიტიკურ სპექტრს აი ეს პლატფორმა და ვინც გამოიყენებს, ვინც არ გამოიყენებს, ის დააბრალებს საკუთარ თავს. მადლობა, თენგო კირთაძე, გიორგი სიორიძე იყვნენ ჩვენი გადაცემის. მე ამაზე არ მაპასუხებინე. ვერ გაპასუხებინებთ, იმიტომ რომ პროდიუსერი მწერს, რომ წამყვანი ემორჩილება პროდიუსერს მხოლოდ იმ დროს, როდესაც რეკლამის გამოცხადების დროა, თორე ისე რომ დაუმორჩილებელი წამყვანი რო ყავს, შენ თვითონ უკეთესად იცი. მადლობა, თენგო კირთაძე, გიორგი სიორიძე იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. რეკლამის შემდეგ ვიქტორ ყიფიანი, პაატა ბურჭულაძე იქნებიან ჩვენი სტუმრები. მაშასე გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდა ეთერში დღეს რამდენიმე ვიტყოდი რომ არათუ მნიშვნელოვანი უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა, რამაც შესაძლებელია ძალიან დიდი გავლენა იქონიოს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ქვეყანაში. მართალია ოპოზიცია ამბობს, რომ საკადრო ცვლილებებით ქართულ ოცნებაში რეალურად არაფერი იცვლება, მაგრამ ალბათ ამ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი და შემდეგ უკვე ამ შედეგზე გათვლილი მოლოდინები და გარდა ამისა საკადრო ცვლილებებისა და მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილება მოხდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ისე წავიდა თანამდებობიდან, რომ
ის არ ესწრებოდა ახალი კადრის წარდგენას მის პოსტზე, რაც ძალიან თვალშისაცემი იყო და მარტივად ასახსნელი. და გარდა ამისა, ჩვენ ვნახეთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მათ ჰქონდათ მცდელობა ბიძინა ივანიშვილისთვის ამერიკის სახელმწიფო მდივნის გზავნილები გადაეცათ, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა უარი უთხრა იმ მიზეზით, რომ მას აკომპლექსებს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მისი, ასე ვთქვათ, დაბლოკილი ფინანსები, რომ შესაძლებელია ნებლიეთ საზოგადოებას ან შეხვედრის მეორე მხარეს გაუჩნდეს მოსაზრება, მოლოდინი, აღქმა, რომ ბიძინა ივანიშვილი სწორედ საკუთარი ფინანსური ინტერესების სასარგებლოდ იღებს გადაწყვეტილებებს ქვეყნის ინტერესების საზიანოდ. მოკლედ, აი, ბევრი თემაა. სასაუბრო ვიქტორ ყიფიანი, GeoCase-ის თავმჯდომარეა ჩვენთან ერთად. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თემა ბევრია, რესპონდენტი ერთი ვარ. რესპონდენტი ერთი, მაგრამ მრავალმხრივი და საინტერესო. აქვე ყოველგვარი, ასე ვთქვათ, ეს არ არის ქათინაური რეალობა არის. მოკლედ, დავიწყოთ აი ამ ცვლილებებს უმნიშვნელოვანესი ფიგურები, სამი უმნიშვნელოვანესი ფიგურა და დასაყრდენი, სხვადასხვა დროს დასაყრდენი, ხო ვისაუბრებ ღარიბაშვილზე, ბოლო პერიოდის ღარიბაშვილზე ვერ ვიტყოდი ამას, თორემ თავის დროზე, როგორც პრემიერი ღარიბაშვილი, როგორც სუსის ხელმძღვანელი ლილუაშვილი, როგორც ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელი გომელაური, ბიძინა ივანიშვილისთვის სამი მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, როგორ ვამბობთ ხოლმე, ზვიგენი ხომ, რასაც ეყრდნობოდა ის როგორც ხელისუფლების მაკონტროლებელი, რაც შეიძლება ნიშნავდეს ამ ადამიანების ცვლილება. ნუ თუ ბიძინა ივანიშვილისთვის პიროვნებები არაფერს ნიშნავს და რა აქვს მნიშვნელობა გომელაური იქნება შინაგან საქმეთა მინისტრი თუ გელა გელაძე, სუსის უფროსი ლილუაშვილი იქნება თუ ოხანაშვილი. დიახ, არის ესეთი მოსაზრება, რომ ბატონი ბიძინა არის სიტუაციური მიდგომების მომხრე, როდესაც თქვათ კონკრეტული პიროვნება თავის ფუნქციონალს მისი შეფასებით ამოწურავს. შეიძლება მან ეს ჩანაცვლება გააკეთოს ნორმალურ ვითარებაში, შეიძლება ეს ნორმალური იყოს, მაგრამ ამ სიტუაციაში შეიძლება ჩვენ ასე ავხსნათ. მე გითხარით კიდევაც წინა ეთერის პერიოდში, რომ ჩემთვის ლილუაშვილის გაშვება ძალიან ესეთი ერთგვარი გამაფრთხილებელი ნიშანი იყო, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ და მგონი უცირესობაში არ ვარ ლილუაშვილი ერთგვარ ეს ვთქვათ სტაბილიზატორის თუ ვთქვათ გამაწონასწორებელის ფუნქციას ასრულებდა. ნაკლებად ალბათ ამერიკელებთან ურთიერთობაში. ჩემი აზრით თვითონ სისტემაში გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში და მათი აღსრულების პროცესში და თან ეს იყო ერთგვარი სწორი აღნიშნეთ თქვენ ხიდი დამაკავშირებელი ამერიკულ მხარესთან. ჩვენ ისიც აღნიშნეთ, რომ მიუხედავად ქართული ოცნების ხელისუფლებისადმი არაერთის გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულებისა, ამერიკელების შეფასება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მათი თანამშრომლობის მეტწილად ყოველთვის პოზიტიური იყო. ეს ტრანსნაციონალურ დანაშაულს შეეხებოდა ტერორიზმ თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა სამართლიანობის უნდა აღინიშნოს ხომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ლილუაშვილი ინარჩუნებდა საკუთარ პოზიციას აი იმ პერიოდზე, რაზეც ახლა დავკონკრეტდები, მან მაინც ვერ შეძლო ბოლომდე აი ამ დამაბალანსებლის როლის შესრულება. გულისხმობ მაგალითად ობრაიანის სურვილს შეხვედროდა ბიძინა ივანიშვილს, რაზეც ივანიშვილისგან უარი მიიღო. შემდეგ ივანიშვილი ამბობს, რომ როდესაც ნაწილს მისი ფინანსების ასე ვთქვათ ბლოკი მოეხსნა, მას თავად ჰქონდა სურვილი შეხვედროდა ამერიკის ელჩს და ამერიკის ელჩმა რამდენიმეჯერ გარკვეული ასე ვთქვათ მიზეზი მოძებნა, რომ თავი აერიდებინა ამ შეხვედრისთვის. ნუ ეხლა როგორც ხედავთ 22-ში ჰქონდა დანიგანს მცდელობა და 22-ში ლილუაშვილი უკვე ვეღარ იქნებოდა აი ამ ხიდის როლის შემსრულებელი. როცა იყო მაშინ რატომ ვერ
მოახერხა იმდენ რომ ეს შეხვედრები შემდგარიყო იქნებ აქამდე არ მისულიყო ამ კატასტროფულ ვითარებამდე არ მისულიყო ურთიერთობა ოფიციალურ თბილისსა და ვაშინგტონს შორის. ქალბატონო იმა არც მე არც თქვენ არ ვართ იმ სამზარეულოში შესულნი რომ ესეთი დასკვნები გავაკეთოთ ჩვენ უბრალოდ დაშვებას ვაკეთებთ ეს დაშვება არის ზედაპირული ინფორმაციაზე დაყრდნობით საომარი მდგომარეობის დროსაც მხარეები ინარჩუნებენ ეს ნორმა არის გარკვეულ საკომუნიკაციო ხიდს. ამიტომ საქართველოს ხელისუფლებაში მას ფაქტობრივს უწოდებთ თუ როგორც ეს ხიდი უნდა ვინმეს უნდა შეენარჩუნებია და ასე იკვეთებოდა ყოველ შემთხვევაში რა რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი სწორედ ასეთი დამაკავშირებელი ფიგურა იყო. ასე იკვეთება. და ჩვენ ვთქვით კიდევაც მისი ვიზიტები ამერიკის შეერთებულ შტატებში, მერე მათი ვიზიტები და კონტაქტები, ალბათ ეს ყველაფერი ერთად თავს უყრიდა მის განსაკუთრებულ როლს და მისიას. ეხლა სიმართლე რო გითხრათ, ხა ჩემი თავი დავიჭირე რომ მე არც მიდობილობა მაქვს გაფორმებული ლილვაშვილის სახელი და ესე რომ მისი ადვოკატირება გავწიო ეხლა, მაგრამ ჩვენ უბრალოდ ფაქტებიდან გამომდინარე ხო ჩვენ ერთამეზე ვთანხმდებით, რომ სისტემა მთლიანობაში არის უაღრესად მანკიერი. მაგრამ ამ მანკიერ სისტემაშიც არის ხო გარკვეული როლებისა და ფუნქციების გადანაწილება. ზოგიერთის როლი არის შედარებით უფრო კეთილხმოვანი. ზოგიერთის როლი არის ნაკლებად კეთილხმოვანი. ალბათ ბატონი გომელაურის ფუნქცია, ლილვაშვილის ფუნქციას ამ ხარისხით ვერ შეედრებოდა, მაგრამ იკვეთება რომ ის გარკვეული საყრდენი იყო ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში. ახლა ну რას უკავშირდება ეს ძალიან რთული არის აქაც გადაჭრი თქმა, მაგრამ შესაძლოა ფონის გაკეთილშობილებას გარკვეულწილად რომ ახალი შესაძლებლობები გაიხსნას ტრამპის ადმინისტრაციასთან თქვა კომუნიკაციის დასამყარებლად შესაძლებელი არის და შესაძლოა არის ბატონი ვახტანგის განთავისუფლება, უпроსორეთ მისი პირადი განცხადების წასვლა სწორედ უკავშირდება იმას, რომ ადამიანი, რომელიც სანქცირებული იყო და რომელთან საუბარი პრაქტიკულად კანონის ენით არის შეუძლებელი, ალბათ ასეთი ფიგურების ჩანაცვლება თანდათანობით მოხდება შედარებით უფრო კეთილხმოვანი ფიგურები. ანუ რაც ამბობენ სუფთა ფურცლიდან, ამას გულისხმობენ, რომ გააჩნია ვინ რა სუფთა რეპუტაციის გულისხმობ სანქციების თვალსაზრისით და იმ მიზეზების, რასაც მოყვა ეს სანქციები, აი ამ ადამიანების მოყვანას მათ ნაცვლად და სანქცირებულების ნაცვლად. ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს შეიძლება კონდეს თავისი განსაზღვრება და განმარტება რას ნიშნავს სუფთა ფურცელი. ჩვენ დასავლელ პარტნიორებს შეიძლება კონდეთ თავიანთი განმარტება რა არის სუფთა ფურცელი. მე და თქვენ შეიძლება კონდეთ ჩვენი განმარტება რა არის საერთო ფურცელი და ეს განმარტებები შეიძლება ერთმანეთს არ ემთხვეოდეს. ეს რომ სუფთა ფურცელი ჩვენ რომ იცით აი რეალურად სუფთა ფურცელზე ვსაუბრობდეთ ქართული ოცნების მხრიდან და საპატიო თავმჯდომარის მხრიდან. ამ შემთხვევაში მარტო საკადრო ცვლილებებით კი არ შემოვიფარგლებოდით, არამედ გაცილებით უფრო ძირეული ცვლილებებით და გადაწყვეტილებებით, რასაც ჩვენ ვერ ხედავთ. ამიტომ ეს კიდევ ერთხელ ვამბობ, აი სამხედრო ტერმინოლოგიით რო ვიმჟელოთ, ეს გარკვეული რეკოგნოსცირება არის, რომ გაიხსნას ან გაკეთილშობილდეს ფონი არა გაუმჯობესდეს რადიკალურად, არამედ რაღაცას თქვათ, მან ერთგვარი იმზიდველობა შეიძინოს ამ საკომუნიკაციო არხის აწარმოებლად. ალბათ ეს არის ასე შეიძლება ჩვენ ასეთად ჩავთვალოთ. ამ სიტუაცია უნდა მომწიფდეს იმისათვის, რომ თუნდაც ამ ტიპის შეხვედრა შედგეს, რაზეც ივანიშვილმა უთხრა ელჩ დანი განს და არ ვიცი, ეს ჩემი ვერსია, თუმცა ეს ვერსია ბევრს აქვს, რომ არა ტრამპის მისალოცი წერილი, რომლის ადრესატიც იყო მიხეილ ყაველაშვილი და ამაზე ქართული ოცნების მცდელობა დაეწერათ პოლიტიკური ქულები, ეგება და ამერიკის შეერთებულ შტატებს არც გაევრცელებინა საჯაროდ ის ინფორმაცია, რომ უშედეგოდ ცდილობდნენ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას. თქვენ კარგი არის ახლა ეს კომუნიკაციის თემა რომ შემოიტანეთ, იმიტომ რომ ეს ერთგვარად გვეხმარება ჩვენ იმ განმარტებაში თუ რა არის სუფთა ფურცელი და რა არის რეალური გადატვირთვა. ის რასაც შეიძლება ქართული ოცნების მესვეორები აკვალიფიცირებდნენ როგორც გადატვირთვისკენ გადადგმულ მცდელობას, განხორციელებულ მცდელობას, შეიძლება არასაკმარისი იყოს ამერიკული მხარისათვის და აი შევმაშველეთ თქვენ ძალიან კარგად აი ეს განმარტება. ესე იგი ჩვენ სამი სხვადასხვა კომუნიკაცია ვიხილეთ ბოლო პერიოდში. პირველი იყო მარკო რუბიოს უაღრესად ნეგატიური წერილი, შემდეგ იყო ტრამპის
მოსალოცი პროტოკოლით დაცული ტექსტი, რომელიც საინფორმაციო ომის პირობებში ძალიან ჩაჭიდებული იქნა ქართული ოცნების მხრიდან, მაგრამ დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებამ სიცხადე შეიტანა ვითარებაში და ის ერთგვარი ბუნდოვნობა, რომელიც წარმოშვა ტრამპის წერილმა, რომ თითქოს და იყო ასეთი მზაობა, აქ მგონი ყველა კითხვა გაცხადდა. რომ არსებობს ასეთი წერილი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ არ უარყო, უბრალოდ მე მეცაც გეტყვით, აი, როდესაც ტრამპის ამ მისალოძ ბარათზე იქნა გარკვეული კონსტრუქციები მოლოდინების კუთხით აგებული, მე გამახსენდა და ჩვენ მაყურებელს შევახსენოთ, რომ ანალოგიური, თქვათ, მისალოცი საახალწლო იყო ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან კობახიძის მისამართი. ან თქვენს იმერსიას იზიარებთ, რომ არსებობს ასეთი ტექსტის შაბლონი და შესაძლებელია, ასე ვთქვათ. მე არ გამოვრიცხავ ამას, არ უბრალოდ ერთი მაგრამ ენთერის დაჭერით გამოიგზავნა მიხეილ ყაველაშვილთან. უტრირებაც არ მინდა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ხო, აი ეს სტაფერების აპარატი, თქვათ, შიდა სამზარეულო ხშირად როგორც მუშაობს, ამას ასეთი დაშვება ჩვენ შეგვიძლია თამამად გავაკეთოთ. მაგრამ ვიმეორებ, განა ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან გაკეთებულმა გამოგზავნულმა ბარათმა ნატოსადმი ჩვენი პერსპექტივები გახსნა, ან ნატოს დღესასრიგში საქართველოს უფრო უკეთ მოიცვა, ხო ასეთი განვითარება არ მოხდარა. და კიდევ ერთი რაც მე ასევე შეგახსენებთ მარტში დანიგანისა და მაგაბოჭორიშვილის შეხვედრა. სხვადასხვის ეს შეხვედრა, რომელსაც ორი განსხვავებული ინტერპრეტაცია მისცა საგარეო უწყებამ და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში ასევე იყო საუბარი, რომ დანიგანმა დაასახელა ის ნაბიჯები, რომლებიც რეალურად ხელშეუწყობდა ამ ურთიერთობების გადატვირთვას. ახლა მე ისევ ამ თეზას უტრიალებ, რა არის გადატვირთვის საწყისი და რა არის ეს სუფთა ფურცელი. ესე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ვინმეს ქართული ოცნების მხრიდან გონია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ჩანაცვლება, ან სუსის ხელმძღვანელის ჩანაცვლება, ან სხვა ესეთი საკადროცვლილებები შეიძლება აღმოჩნდეს საკმარის წინაპირობად, რომ გაიხსნას კომუნიკაცია და მოხდეს რეალურად ამ თემაზე საუბარი, ამერიკული მხარე ამას ასეთად არ მიიჩნევს. ხო, შეეძლო ბიძინა ივანიშვილს მოესმინა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩისგან უშუალოდ მარკო რუბიოს დანაბარები, ანუ ის პირობები, რაც გახსნიდა აი ამ სივრცეს საუბრისას. სხვა შორის ჩნდება შეკითხვა, რატომ არ დათანხმდა ელჩი დანიგანი ალტერნატიულ, ასე ვთქვათ, შესაძლებლობას შეხვედრისას ირაკლი კობახიძესთან. იქაც ხომ შეიძლებოდა აი ამ პირობების და მოთხოვნების გაჟღერება? გეთანხმებით ორივე განცხადებაში, პირველ რიგში გეთანხმებით იმაში, რომ თუ შენ ასე ვთქვათ საქვეყნოდ გამოგაქვს ეროვნული ინტერესების საკითხი და ასე ვთქვათ ამაყობ ქვეყნის სუვერენიტეტის არნახული აღმასვლითა და გასაოცარი ოქროს ხანითა და რენესანსით საქართველოს ისტორიაში, თუ ხედავ, რომ არის ასეთ მსხვილ მოთამაშესთან და გლობალურ მოთამაშესთან გარკვეული გაუგებრობა, შენ ეს სხვა პირობებს არ უნდა დაუკავშირო. ეხლა ჩვენ თანხის თემა ფაქტიურად ერთი და იგივე ფირფიტა ტრიალებს უკვე წლების განმავლობაში. თუ ამ ფირფიტის ტრიალი კიდევ საინტერესო მოსასმენი იყო 2 წლის წინ, დღეს მე ფიქრობ, რომ ეს ხმა ცოტა გაძველდა და მოზველდა და ეს ვთქვათ იმდენად მიმზიდველი და საინტერესო და დამაინტრიგებელი არ ჩანს. ამდენად შენ ალბათ უნდა დადგე ამ პრინციპში წერილში საუბრობს კიდევაც ბატონი ბიძინა, რომ ას არ უნდოდა ამ ორი თემის დაკავშირება და თუ ამ ორი თემის დაკავშირება არ უნდოდა, მაშინ მით უმეტეს ასეთი კომუნიკაცია უნდა შემდგარიყო, ჩემი აზრით, იმიტომ რომ მოისმინე, იქნება არის რაღაც პერსპექტივა და შემდეგ უკვე შეგიძლია შენ მის რეალიზებას მიყვე. ეხლა მეორე ნაწილი, რატომ არ შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატები პრემიერ მინისტრს, პრემიერ კობახიძეს. ნუ თუ ასეთი შეთავაზება იყო, ალბათ სასურველი არის, რომ ამაზე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომაც დამატებითი განმარტება მოახდინოს, რატომ უარყო, თუ ასეთი შეთავაზება იყო. თუმცა მეორე მხრივ ვიცით, აი ამ განმარტების გარეშე ჩვენ შეგვიძლია ასე ლოგიკურად წავიკითხოთ ვითარება. ჩვენთან არის მმართველობის ფორმა, რომელსაც ქვია საპარლამენტო რესპუბლიკა.
საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში მთავრობის ფორმირება ხდება მეტად უცნაური და უნიკალური წესით. ყოველ შემთხვევაში ქართული ოცნების პირობებში რომ პრემიერს კი ამტკიცებს პარლამენტი, მან დობა უნდა გამოუცხადოს სამთავრობო პროგრამას და შესაბამისად დაამტკიცოს მთავრობა, მაგრამ ის პრემიერი ამავე დროს ქართული ოცნების პირობებში არც მეტი და არც ნაკლები უნდა იქნეს წარდგენილი ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის მიერ. ანუ ეს დამატებითი რგოლი ხელისუფლების, აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირებაში არის ძალიან ცხადად შემოსული ქართული ოცნების წესდების მიხედვით. აქედან გამომდინარე შეიძლება ჩვენ ლოგიკურად დავასკვნათ, რომ ამერიკული გადმოსახედიდან ვისაც სიტყვა ეთქმის, ვისაც რეალური გავლენა აქვს, ეხლა მანამ სანამ წესდებაში ესრულება შევიდოდა, მაშინაც განსაკუთრებულ საიდუმლოებას აწარმოადგენდა, რომ ბატონი ივანიშვილის ხელში იყო მართვისა და გავლენის ბერკეტები. ეხლა როდესაც ეს გაცხადდა წესდებაში მეტად ამ უნიკალური და ორიგინალური ჩანაწერით, გასაგები არის, რომ მათ სურვილი ჰქონდა დალაპარაკებოდნენ ისეთ ადამიანს, რომელსაც რეალურად შეუძლია გავლენის მოხდენა. მიუხედავად ჩემი პირადი სიმპათიისა თუ ანტიპათიისა ამა თუ იმ პრემიერის მიმართ, ამ სისტემაში, ამ პრინციპების გათვალისწინებით, ამ კულტურის გათვალისწინებით და იმ ჩანაწერის გათვალისწინებით, ნებისმიერი პრემიერი არის პრაქტიკულად, ახლა არ მინდა ცუდად სხვა სიტყვას ვე, შიკრიკის ფუნქციის მატარებელი. ალბათ ჩვენ დასავლელ პარტნიორებს ეს უკვე კარგად აქვთ ათვისებული, რომ შიკრიკთან შეხვედრაზე დროის დახარჯვა ფუჭი მცდელობა არის და ჯობია დაესაუბრონ უშუალოდ ამინდის შემქმნელს. კიდევ ერთ საკითხს მინდა შევეხო თქვენთან საუბრისას, ერთხელ ჩემთან გადაცემაში სტუმრობისას რაღაცნაირად თქვით სალომე ზურაბიშვილზე, უბრალოდ სურვილი გამოთქვით, რომ მას რაღაცნაირად ორბელიანების სასახლის სინდრომი ჩამოეცილებინა და ეფექტი ჩამოეცილებინა და უფრო ასე ვთქვათ აქტიური ყოფილიყო მოცემულ პოლიტიკურ რეალობაში. აი ძალიან საინტერესოა, მას შემდეგ გავიდა რამდენიმე თვე, მით უმეტეს სულ ახლახანს იყო 26 მაისის ღონისძიება, პოლიტიკური სიტყვა, რომელიც მან თქვა და მოწოდებები პროსტორეთ, რომელიც ოპოზიციაში ბევრისთვის ბუნდოვანი დარჩა, ნაწილმა ეს ყველაფერი აიტაცა და მზად არის იმუშაოს ამ თემაზე. ვგულისხმობ პოლიტიკურ ალტერნატივას და ვგულისხმობ კოალიციური მთავრობის მოდელს. აი, რამდენად რეალისტურად მიგაჩნიათ რაღაცნაირად ოპოზიციის ასე ვთქვათ, სრული შემადგენლობის თუ არა, უდიდესი უმრავლესობის თანხმება მაინც ამ კოალიციურ მოდელზე თანამშრომლობისა წინასაარჩევნოდ, რაც უნდა გახდეს ბუნებრივია წინაპირობა უკვე არჩევნებში მოგების შემთხვევაში რაღაცნაირად ცოტა უკან დახიონ საკუთარი პოლიტიკური ამბიციები აი ამ საერთო საქმის საპირწონეთ. ქალბატონოებმა 26 მაისის ღონისძიება მე პირადად არ მიმაჩნია წარმატებულ დემონსტრირებად იმ პროტესტისა, რომელიც საზოგადოებაში არის. გავიმეორებ კიდევ ერთხელ განა პროტესტისადმე გაქრა და წავიდა, მაგრამ 26 მაისმა უჩვენა ის ძალიან სერიოზული ნაპრალი ნდობის კუთხით, საჯარო ლეგიტიმაციის კუთხით, რაც არსებობს ოპოზიციასა და საპროტესტო განწყობებს შორის. მეორე საკითხი ვიმეორებ, რომ ოპოზიციის არსებობა არ ნიშნავს რეალური ქმედითი ალტერნატივის არსებობას. ამდენად მე მივესალმები ქალბატონის სალომეს გამოსვლაში ამ სიტყვის აქცენტირებულად გამოტანას ალტერნატივა. მე მგონი ჩვენ ახლა ამ სიტყვას უნდა ჩავეჭიდოთ და რამენერად უნდა ვცადოთ, რომ ეს სიტყვა შეივსოს რეალური შინაარსით. მე არ ვარ ბოლომდე დარწმუნებული, მე არ დამიმალავს ჩემი განწყობა და დამოკიდებულება, რომ არსებულ ოპოზიციურ სპექტრს აქ საუბარი არ არის კონკრეტულ ინდივიდებზე, ძალუც რომ შეავსონ ეს სიტყვა ალტერნატივა კონკრეტული შინაარსით. ამდენად თუ ეს მოწოდება რეალური ალტერნატივით პოლიტიკურ ველზე შემოსვლისა გარკვეულ გაგრძელებას პოვებს, ჩემი აზრით ეს არის ყველაზე არსებითი საკითხი, ვინაიდან ქართულმა ოცნებამ მეჩვენება, რომ გარკვეულწილად აი მოდუს ვივენდი, ანუ საოპერაციო რეჟიმი შეიმუშავა არსებულ ოპოზიციურ სპექტრთან, ის ძალიან კარგად ხედავს, რომ პლუსებთან ერთად არის მნიშვნელოვანი მინუსები, რომლებიც პრაქტიკულად აი ხელს უწყობს იგივე ქართული ოცნების პოლიტიკური ჟამის გახანგრძლივებას, მაგრამ რეალურად ოპოზიციაში ვერ ხედავს ალტერნატივას. აი როგორი უნდა იყოს ეს ალტერნატივა, როგორი უნდა იყოს ამ ალტერნატივის კონკრეტული შინაარსი და კონტური, ჩემი აზრით ამ ალტერნატივის ფორმირება, ჩემი აზრით შეიძლება მოხდეს არსებული ოპოზიციური სპექტრის მიღმა.
და არა არსებული ოპოზიციური სპექტრის წიაღში. მადლობა ვიქტორ ყიფიანს, GeoCase-ის თავმჯდომარე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ეს ჩვენ საუბრობდით ახლა ბოლოს უკვე წინააღმდეგობის პლატფორმის იდეაზე და ეს იდეა გააჟღერა ნახეთ სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისის ღონისძიებაზე სიტყვის გამოსვლისას და რაზე მუშაობს მეორე ოპოზიციური პლატფორმა, ეს არის რუსთაველის გამზირი. ერთ-ერთი მთავარი მათი ინიციატივა, რომელიც ახლა განიხილება ამ ფორმატში, არის ნამდვილი არჩევნების ჩატარება, რომლის გაყალბებაც არის შეუძლებელი. 2-3 თვეში მზად გვექნებაო მოდელი, მაგრამ უფრო მეტს გაერთიანებული რუსთაველის გამზირის წევრიო მიწერია და წევრი. პაატა ბურჭულაძე, მსოფლიო ბანია, ჩვენი გადაცემის სტუმარი, მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მესმის, რომ დასრულებული სახით ეს ინიციატივა გექნებათ უკვე 2-3 თვეში, მაგრამ აი ამ ეტაპისთვის რა შეგიძლიათ გითხრათ, მით უფრო რომ ცოტა ხნის წინ გამართეთ პრეზენტაცია როგორც ოპოზიციური ძალებისთვის, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისთვის. დიახ, მოგესალმებით. ემა მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. მე რა შემიძლია ვთქვა, იცით, რომ მე დავდე უკვე ეს ჩემ Facebook-ზე და ძალიან გავცელდა ყველგან და ყველა ადამიანი შეუძლია შევიდეს და ნახოს თუ რას წარმოადგენს ეს ინტერნეტ არჩევნები. ჯერ გამოიწვია ძალიან საკმაოდ ამან ძალიან ირონიული თავში, რომ ირონიულად როგორ შეიძლება ესე და კომპიუტერით და ტელეფონით ყველაფერი შესაძლებელია და რა მათ შორის პოლიტიკოსებში სხვათა შორის და არა მაგალითად მხოლოდ ასე ვთქვათ სამოქალაქო საზოგადოებაში. მათ პოლიტიკოსებში დღემდე არიან სკეპტიკურად განწყობილები. არ არიან, უკვე აღარ არიან, დღეს ყველანი ესწრებოდნენ. ფედერალისტების ლიდერი იყო თენგო კირთაძე, ის ამბობს, რომ შეიძლება მინუსები მეტი ქონდეს ასე ჩატარებულ არჩევნებს, ვიდრე პლუსები და არ ღირს ამის გამო რაღაცა პრობლემა. მე ვერ შევეწინააღმდეგები ვერავის, ვინც მასე ფიქრობს, იმიტომ რომ მე არ ვარ ამის სპეციალისტი. მე ერთი რამე ვიცი, რომ მე დამარწმუნეს იმაში და ყველა დარწმუნდება, ეს შეგზაინდ ბატონო და ნახეთ, რომ სპეციალისტები იძახიან, რომ ამის გაყალბება არის შეუძლებელი. და ეხლა ვერც ვიტყვი, რომ ვინც ამაზე უარს იტყვის, რომელი პარტიაც ამაზე უარს იტყვის, რომ ასე ჩატარდეს ეს არჩევნები, მას თავისი მედი არ აქვს და მას უნდა ხალხის მოტყუება. ის სხვა გზა არ არის. ეს არის ნამდვილად ის არჩევნები, რომელიც ჩატარდა. რა თავარია, გარდა იმისა, რომ საქართველოში ჩატარდეს ეს უნდა მიიღოს ამაში მონაწილეობა, ვაძლევთ ყველა ემიგრანტს, რაც არის საოცრებელი. ის ხალხი გადახვეწილი და იქ წასული არ არის სამუდამოდ. მათ უნდა ჩამოსვლა და აქ თავისუფლად კარგ საქართველოს ცხოვრება. ხო, აი რომ გითხრათ, რა თქმა უნდა, ეს ლინკი დევს, ანუ გარკვეული მოდელი შექმნილია უკვე და ყველას შეუძლია შევიდეს YouTube-ზე და გაეცნოს ამ ჰიბრიდული არჩევნების, ასე ვთქვათ, დეტალებს და ასე შემდეგ, მაგრამ აი გაქვთ თუ არა სრული ოპოზიციური თანხმობა, გავიგე რომ ესწრებიან. ბევრი ისეთი პარტია თუ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის წევრი ესწრება, ვინც ამ თქვენს პლატფორმაზეც მონაწილეობს სხვადასხვა საკითხის განხილვაში და წინააღმდეგობის პლატფორმის წარმომადგენელიც არის. აი ელექტრონული არჩევნების და ჰიბრიდული არჩევნების ჩატარების შესახებ თქვენი ინიციატივა, შეფასებები უკვე დიდი ხანია გვესმის, მაგრამ ეს არ არის მაგალითად წინააღმდეგობის პლატფორმის მიერ ატაცებული, გულისხმობ და გაზიარებული, რატომ? იმიტომ რომ აი სალომე ზურაბიშვილსაც კი არ გაუკეთებია ამ საკითხზე, არის საჯარო განცხადება. შეიძლება მე გამოვჩა, ანუ რჩება შთაბეჭდილება, რომ ანუ შესაძლებელი არჩევნები ჩატარდეს სწორედ აი ამ ჰიბრიდული ფორმით, მაგრამ მხოლოდ პარტიების ნაწილმა გამოთქვა საბოლოო ჯამში მზაობა მიიღოს მონაწილეობა. კი ბატონო, მაგაზეც გიპასუხებთ. ესე იგი, რადგან ტექნიკურ საკითხზე არ ვლაპარაკობთ, უკვე ვიცით, რომ ეს არის ნამდვილი არჩევნები, რომელიც არის აბსოლუტურად სამართლიანი იქნება და გაყალბება წარმოუდგენელია. ეხლა ჩვენ რუსთაველის გამზირი საზოგადოება, რომელიც ვართ რუსთაველზე უკვე 192 დღეა. ჩვენ ვაპირებთ უკვე ამ კვირიდან 31 რიცხვიდან გასვლას ქალაქის სხვადასხვა უბნებში. ხალხს უნდა დაველაპარაკოთ, უნდა აუხსნათ თუ რაშია საქმე, როგორ უნდა ჩავატაროთ არჩევნები. ხალხს უნდა აუხსნათ ის, რომ აღარ არსებობს, აღარ შეიძლება რომ ამდენჯერ მოგატყილოს ერთმა ადამიანმა, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ხალხს უნდა აუხსნათ, რომ ბიძინა ივანიშვილს ახლა აქვს რაღაც გეგმები იმისა, რომ კიდევ როგორმე შეიტყუოს სხვადასხვა პარტიები
ამ თვით მმართველობის არჩევნებში. ამის მოხდენა არაფრით არ შეიძლება. ჩვენ ამას ხალხს აუხსნეთ და ხალხი არ მიიღებს მონაწილეობას იმ არჩევნებში, რომელსაც კიდევ ერთხელ მოტყუდება. კი ბატონო, ანუ ხალხი არ მიიღებს მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში, რომლისთვისაც ემზადება ქართული ოცნება, მაგრამ არა მხოლოდ ქართული ოცნება, აგერ ორ პოლიტიკურ ძალას უკვე გაცხადებული აქვს, რომ ახალი არჩევნების და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასთან ერთად პოლიტიკური პარტიის მთავარი ამოცანაა, რომ ნებისმიერი მომდევნო არჩევნებისთვის ემზადებოდეს. აი, ამიტომ გეკითხებით, ხო? დავანებოთ თავი ტექნიკურ ნაწილს, რთულია ახლა მე რაიმე შეფასება მივცემ, მაგრამ მივიღოთ მოცემულობად, რომ ეს არის პლატფორმა, სადაც გაყალბება ფაქტობრივად შეუძლებელია. რისკები ყოველთვის არსებობს, არ ვიცი სხვადასხვა პროცენტული მოცემულობით, მაგრამ მივიღოთ როგორც მოცემულობა, რომ არის შესაძლებლობა ყველაზე ისეთი ობიექტური და გაუყალბებელი არჩევნების ჩატარების. აი, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ კი ოპოზიციის ნაწილი მონაწილეობს ადგილობრივ არჩევნებში და კიდევ ერთხელ ვიტყვი, ორ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალას ანგარიშგასაწევს, ბარიერ გადალახულს, ეს უკვე აქვს გაცხადებული და აი ამ ჰიბრიდულ არჩევნებში მონაწილეობს დანარჩენი ნაწილი. მე ამ როგორც ამომრჩეველმა, აი როგორ გავაკეთო არჩევანი, რომლის სასარგებლოდ გავაკეთო არჩევანი? თქვენ არჩევანი შეგიძლიათ გავაკეთოთ ნებისმიერი მიმართულებით, მაგრამ მე გეტყვით ერთ რამის, რომ თელი მიზანი რაც ჩვენ გვინდა გავაკეთოთ, მე გეტყვით ჩვენს გეგმებს. დიახ. ჩვენი გეგმები არის ის, რომ საზოგადოებას აუხსნათ, რომ იანვრამდე ამ წელს ეს თავრობა უკვე აღარ უნდა იყოს. ეს აღარ უნდა გადასცეს იანვარს. იანვრამდე ჩვენ ბიძინა ევანიშვილის რეჟიმი, რომელსაც ამდენი უბედურება მოუტანა ჩვენ ქვეყანას, უნდა მოვიშოროთ. ამის სხვადასხვა საშუალებები არსებობს. ეხლა რომ დაუკვირდეთ ჩვენ და ვთქვათ, რომ აი მე კიდევ გითხრათ რა მოხდება? აი მოხდება ის, ხო ხსნის ამ მინისტრებს. ერთიც მოხსნა უკვე, ვინც დამნაშავეა ბევრ რამეში ძალიან ბევრ. კომელაურს გულისხმობ? კი ბატონო, იმას შინაგან საქმეთა მინისტრს. და დანიშნა მეორე. მე მოხსნის კიდე სხვადასხვა იმის, ვინც დამნაშავეები არიან, მოხსნის კალანდარიშვილს, რომ აჩვენოს, რომ აი გამოუშვებს პოლიტპატიმრებს, ამასაც იზამს, რომ გამოუშვებს. მაგრამ რა მოყვება ამას? კალანდარიშვილს ადგილას მოვა კალანდარიშვილი ნომერი 2, გილაურის ადგილას თუ რაგვარია. დიახ, მინისტრი. იმის ადგილას მოვა მეორე, მესამე იგივე გაგრძელდება და 50 გამოშვებული პატიმრის ადგილას, როგორც კი ჩატარდება არჩევნები, იქნება 150 თავიდან და მე უნდა ველოდოთ ახალ არჩევნებს, რომ ეს 150 გამოშვება. ამბობთ, რომ ბიძინა ევანიშვილმა შეიძლება დაიწყოს ბარტყების გადმოგდება. შეიძლება. ვისი მისამართით ამბობთ პირველ რიგში პოლიტიკური პარტიების მისამართით ამბობთ, ანუ ვინც ადგილობრივი არჩევნებისთვის ემზადება, რომ ამაში აყოლა არ შეიძლება. ნამდვილად არ შეიძლება. ნამდვილად არ შეიძლება. ეს არის ჩვენი ღალატი, ხალხის ღალატი, ვინც შევა იქ, ეს არის ხალხის ღალატი, რომ აი ამ არჩევნებში მივხვდეთ თავიდანვე იციან, რომ ისინი მოტყუდებიან, ან არიან გარიგებულები უკვე იზვანიშვილთან და რაღაც გადმოუგდებს რაღაც ადგილებს სადღაც ან ქალაქის მერიაში ან რაღაცაში ან თავს იცავენ და ეშინიათ რაღაცის. არაფრით არ შეიძლება ბატონო, არაფრით არ შეიძლება. ხო და ჩვენი აზრი ეგეთია. და ეს გვინდა აუხსნათ ხალხს. ხალხი გამოყვება. ვიდრე ხალხს აუხსნით, ხომ ან პარალელურად ხალხთან ერთად, აი არ ქონდათ მცდელობა, რომ იმ ოპოზიციისთვის აგეხსნათ, ვინც სწორედ ასეთი პოზიციით გამოირჩევა, აღარც მალავენ საჯაროდ ამბობენ ამას, ხო? აი რა პასუხი მიიღეთ, იმიტომ რომ მე კიდევ ერთხელ დავკონკრეტდებით, ჩემთვის როგორც ამომრჩევლისთვის, თუ ნაწილი მიიღებს აი ამ ჰიბრიდულ არჩევნებში მონაწილეობას, ოპოზიციის მხოლოდ ნაწილი, ეს ჩემთვის არასრული სურათის მომცემი იქნება, ხო? არჩევნების შედეგების თვალსაზრისით. ჩემთვის როგორც ამომრჩევლისთვის, არჩევნებში და თუ ოპოზიცია გადაწყვეტს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, ჩემი შეხედულება არის ასეთი და არა მხოლოდ ჩემში პოლიტიკაში უკეთ გარკვეული ადამიანებისა, რომ ჯობია თუ მონაწილეობს არჩევნებში, ერთად მივიღოთ მონაწილეობა, რომ გარკვეული უპირატესობა გქონდეს ქართული ოცნების წინააღმდეგ, მაგრამ თუ ბოიკოტში ვარ, იქაც ერთად ვიყოთ, რომ ამას გქონდეს გარკვეული შედეგი. აი არ აუხსენით ასე თვალსაჩინოთ ამ ოპოზიციის იმ ნაწილს, ვინც ორჭოფული დამოკიდებულებით გამოირჩევა. რაც შეეხება ჯერ ასე ვთქვათ, რაც შეეხება გახარიას, თავიდანვე იყო ნათქვამი.
რომ ისინი მონაწილეობენ ამაში და უნდათ ამაში მონაწილეობას მიიღება. რაც შეეხება ლელოს, ეს გუშინ გამოცხადა თუ დღეს დილით რაღაც ასე თუ ისე. ბატონო, რამც ჩემს გადაცემაში უფრო ადრეც თქვა მათმა წარმომადგენელმა. შემთხვევაში მე გუშინ დღეს გავიგე სამოი, მოიც ეჭვმეპარება დღესაც კი რომ მიიღონ მონაწილეობა ამაში. ეხლა მე მინდა სხვა გზით მოვუდგე ამას. აი ნახეთ, ვინა ვარ მე არა ვარ რაც პოლიტიკური პარტია, არც არაფერი. ჩვენთან იმაში რუსთაველის გამზერზე ვინც ვართ ამ ორგანიზაციაში, ესენი არიან ექიმები, ესენი არიან კულტურის მუშაკები, ესენი არის სხვადასხვა ფეროსა, რომელსაც არავით არის პოლიტიკური ის არ აქვს, რომ მან პარლამენტში შევიდნენ, ან თვითმმართველობაში შევიდნენ, ან რაღაცა. ჩვენ ყველას აზრი ერთადერთი რომ გადავარჩინოთ საქართველოს იმ დიდ უბედურებას, რაც დააწყდა თავს. უკვე მე-13 წელია. და ამიტომაც ჩვენ პოლიტიკური პარტიები ყველანი მოვიხმეთ და ვთხოვეთ, მე ვთხოვე, მობრძანდით მე. მოვიდნენ, დაჯდნენ, მოგვისმინეს. ეხლა უკვე აღარ ავთხოვთ რომ მოხვიდეთ. ჩვენი ამბავი გაგაგებინეთ ბატონებო და ვინც დარჩა, დარჩა. ვინც არ დარჩა, არ დარჩა. ეხლა მე რომ წავიდე და რომელიმე პოლიტიკურ პარტიას იცით, რატომ იქცევით ესე? ეს ჩვენი საქმე უკვე აღარ არის. ჩვენი საქმე არის დამაზიანებელი იქნება თავად აი ამ პროცესისთვის. ანუ როგორც თქვენ ამბობთ რომ თავის თავს დაიღუპავენ ისინი თუ შევლენ ქართული ოცნების ამ თამაშს და მიიღებენ ადგილობრივი არჩევნების მონაწილეობას, ანუ ოპოზიციის აი დაქსაქსულობა და დაყოფა, ანუ ნაწილი თუ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ეს აქეთაც ძალიან კარგი ოპოზიცია არის და ძალიან დღეს რო გენახათ ვინც იყო იქ ძალიან კარგი ხასიათზე არის. იმას კი არ ვამბობ რომ ან ერთ მხარეს სუდია და მეორე მხარეს ნაკლებად კარგი. მე ვსაუბრობ სრულიად საქართველოს ამორჩეველზე, იმიტომ რომ ჩვენ ხო თანხმდებით იმაზე, რომ ამორჩეველი ერთ რომელიმე ოპოზიციურ პარტიას არ აძლევს მხოლოდ ხმას, ანუ გადანაწილებულია სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებზე, მხოლოდ მათი ერთობლივი თანამშრომლობა შეიძლება იყოს ქართული ოცნების დამარცხების წინაპირობა. არ ვიცი, იქნება ეს ერთად არჩევნებში მონაწილეობა, იქნება ეს ალტერნატივა, პოლიტიკური ალტერნატივა, როგორც სალომე ზურაბიშვილმა თქვა და რაღაცა მუშაობა კოალიციურ მოდელზე თუ რაღაცა სხვა ფორმა თანამშრომლობს. ამიტომ ამბობ, რომ თუ დაყოფით დაზიანდება ერთი მხარე, დაუზიანებელი არც მეორე მხარე არ დარჩება. ამას გეუბნებით. ესე იგი სიტუაცია არის ესე. ჩვენ ახლა მე პირადად, მოდი ჩვენზე მე ვთქვა. მე პირადად ვერ დაუჯდები რომელიმე პოლიტიკოს და ვიტყვი და ასე არ მოიქცე, ასე მოიქცე. პოლიტიკოსმა იცის თავისი მიზანი, რას აკეთებს. თუნდა თავის დაღუპვა ჩემი აზრით, ის უნდა მიიღოს ამ არჩევნებში მონაწილეობა, რასაც თავაზობს ბიზნესმენებში. თუ არ უნდა თავის და მე დარწმუნებული ვარ, თუ აი თქვა ლელომ თუ გადაწყვიტა არჩევნებში მართლა მიიღება, რომელიც მე დღესაც არ მჯერა, რომ ის შეიძლება ისინი უბრალოდ იქცევენ ყურადღებას და ეგეთ ნაბიჯს არ გადადგამენ. ხალხის საწინააღმდეგო ნაბიჯს ჩემს აზრით არ გადადგამენ. მე ვიცნობ ახლა მამუკასაც ვინო პადრისაც და ესე არ ყავდა. რას ემსახურება, ანუ მხოლოდ ყურადღების მიქცევა. ინტრიგა იყოს რაღაცა, ახლა მე ასე მგონია ყოველ შემთხვევაში, რომ ინტრიგა იყოს და ბოლო მომენტში იტყვიან რომ არა, იმიტომ რომ პატიოსნად გამოვიდნენ პარლამენტიდან, ჩახსნეს თავის სიები, ყველაფერი გააკეთეს ძალიან კაცურად და ვაჟკაცად. ეხლა მომისმენთ. მე ჩვენი ყველასი, ვინც კი იქ დავდივართ, ამოცანა არის, თუნდაც იგივე ლელოს და გახარიას ამორჩეველებთან მივიდეთ და აუხსნათ, რომ აი თქვენი ლიდერები ცდებიან და ამას ჩვენ გავაკეთებთ. ამას ჩვენ გავაკეთებთ არა მარტო თბილისში, მთელ საქართველოს მანდ, იმიტომ რომ აქ წყდება ჩვენი ბედი, ყველას ბედი, თქვენი, ჩემი, აი იმათი და თვითონ. კი ბატონო. ამიტომ ჩვენ აი ეს არის ჩვენი პროგრამა. ხო, მე მინდა კითხოთ მახსოვს თქვენი განცხადება და ვის არ ახსოვს, ანუ 31 მარტის ღონისძიების შემდეგ უკმაყოფილო იყავით სალომე ზურაბიშვილის როლით თავად ამ პროცესებში. აი, მას შემდეგ დრო გავიდა დაახლოებით 2 თვე და 26 მაისის ღონისძიება და იქ გაჟღერებული პოლიტიკური არა მხოლოდ მოწოდებები, არ ვიცი, გეგმად შეგვიძლია ამ ყველაფერს დავარქვათ კოალიციური მოდელი და პოლიტიკური ალტერნატივა. ბევრისთვის ხო გეუბნებით ბუნდოვანი არის ეს ინიციატივა და ჩანაფიქრი, ზოგადად პოლიტიკური ჩანაფიქრი. თქვენ რას ფიქრობთ? ღირს ჰიბრიდული არჩევნების პარალელურად ამ თემაზე მსჯელობა? პირველ რიგში მე მინდა ვთქვა, რომ ყველასთვის ჩვენთვის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არის პრეზიდენტი. აქედან დავიწყო. ჩვენ ამას ვცნობ და ძალიან
მე ძალიან მომწონს მისი ნაბიჯები, რასაც ის ატარებს საერთაშორისო ასპარეზზე. იმიტომ რომ საერთაშორისო ასპარეზის ყურადღება არის საქართველოსკენ და ის წარმოადგენს მართლა და ჩვენც ხელი უნდა შევუწყოთ, რომ მაქსიმალურად წარმოგვადგინოს მან ჩვენ საერთაშორისო ასპარეზზე. Ну, რაც შეეხება ახლა შიდა პოლიტიკას, რაცაც ის ატარებს, ჩემთვის ცოტა კი არა, კარგად გაუგებარია. იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ადგილზე აი ეს სიარული და ხვალ ამას უნდა გავაკეთოთ, უნდა მოვიფიქროთ, ეს უნდა წავიდეთ, არც ერთი კონკრეტული ნაბიჯის გადადგმის ცდილობაც კი არ გამიგია მე პირადად, შეიძლება ვწდები. და ამიტომაც მე როდესაც მას ვაკრიტიკებთ არა, მე მას არ ვაკრიტიკებ, იმიტომ რომ მან იცის თავის საქმე, რაც აკეთებს. მე უბრალოდ მინდა რომ იყოს კონკრეტული ნაბიჯები. აი ყურე, ჩვენ შევიქმნით არც ორგანიზაცია ვართ, არც დარეგისტრირებული, არაფერი ეს რუსთაველის გამზი. ჩვენ ვართ ხალხი, ვინც დავდივართ იქ და ვაპროტესტებთ ამას. ჩვენ უკვე ვგრძნობთ, რომ ქალაქში არის გასვლა საჭირო. ჩვენ უკვე 31-ში გავდივართ ვარკეთილში. ვარკეთილის ხალხს უნდა დაველაპარაკოთ ეს. იმიტომ რომ დრო აღარ არის, უკვე მოგვადგა ის დღე, რომელიც არის ოქტომბერში რაღაც ვითომ არჩევნები მათ ჩასატარებელი. ჩვენ ვქმნით უკვე საცა უკვე ორ თვეში გვექნება ეს საარჩევნო სისტემა. ამას ჩვენ კი არ უნდა ვაკეთებთ. ამას უნდა აკეთებდეს აი ზუსტად მთავრობა. და თუ გინდათ აი ეს დროებითი მთავრობა, რომელიც არსებობს. ანუ წინააღმდეგობის პლატფორმა თუნდაც აი კოალიციური ეს უნდა მოსულოდა თავში პირველ რიგში და უნდა ეთქვა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილი. მაგრამ რადგან ეს არ ხდება და ერთ ადგილას აი ტრიალია, არ შეიძლება მეტი მოთმენა არ შეიძლება. მე რა გონიათ საქმე არა, მაგ იმდენი საქმე აქვს საზოგადოებრივად. მაგრამ აქედან ფეხს ვერ ვადგა, იმიტომ რომ ჩემ გვერდში დგანან აკადემიკოსები, ბატონო, მარტო ხარ გვენია სტუდენტები და აკადემიკოსები, აი სტუდენტიდან აკადემიკოსები. ყველა ეს ხალხი შევიკრიბეთ იქ და რუსთაველზე გამოვდივართ, იმიტომ რომ რაღაცა უშუალოდ ჩვენს ქვეყანას. და ამიტომაც საქმე არის გასაკეთებელი და არა რომ რაღაცა აი იცით, კარგი იქნება პლატფორმა შეიქმნას, იმ პლატფორმამ მე გაერთიანოს ვიღაცა იქ და ისედან, ნუ ეს უკვე ესეთ უტოპიურ ლაპარაკს დრო გამოიწურა. აზიანებს ეს შერდება ყველა არაფერი წინ არ მიდის. ამიტომ ჩვენ ძალიან კონკრეტულად ვიძახით. ივანიშვილის მთავრობა უნდა შეიცვალოს. რამაც ამის საჭიროა, რომ ჩვენ შევქმნათ ეს ალტერნატიული შევქმნათ ეს ინტერნეტ პლატფორმა, რომელზეც შეიძლება ჩატარდეს არჩევნები გაყალბების გარეშე. ჩვენ საჭიროა რომ გავიდეთ ხალხში, ხალხს უნდა ველაპარაკოთ, რომ იანვრამდე უნდა იყოს დედლაინი. იმის იქეთ უკვე ეს მთავრობა აღარ უნდა წავიდეს, სწორედ დაღუპულია ქვეყანა. და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსთაველის გამზირი იყოს გადაკეტილი ყოველ საღამოს და ზაფხულშიაც კი. და ამისკენ მიდის ყველაფერი. მთელი ქალაქი უნდა და გავიდეთ რაიონებში და ამას უკვე ჩვენ ვაკეთებთ. აი ერთი თვე არ არის გასული, რასაც ჩვენ ამას ვაკეთებთ. და იქ მარტო არის ჯერჯერობით მარტო ლაპარაკი. ბატონ პატა და ორი შეკითხვა, აი სალომე თქვით, რომ ამას უნდა აკეთებდეს რეალურად სალომე ზურაბიშვილი. რაღაცა გადაჭარბებული მოთხოვნები ხომ არ აქვს მის მიმართ. ხა სალომე ზურაბიშვილს არც პარტია აქვს, არც პოლიტიკური გუნდი, რომ ამას აკეთებდეს, არც გარკვეული ფინანსები. ხა ის რომ თქვენ უფრო ადრე მოდივიდათ, ეს უკეთესი იდეა ხომ არ არის დასაზრახი. აი მომისმინე. აი რო არ აქვს, ჩვენ რა გვაქვს? რუსთაველის გამზის რა გვაქვს? აი ერთი რომ ეს გავაკეთოთ, ყველანი დაუდგებოდით ვერჩი და ამას გავაკეთებთ მასთან ერთად. მაგრამ არ იძახის, ხო ხედავთ? არ იძახის, რომ მოიმზადეთ ადგილობრივი არჩევნებისთვის და დამკვირვებლების რაღაც. შეიძლება არ იზიარებს ამ იდეას, აქვს თავისი არგუმენტები. მაგაშია საქმე, რომ არ იზიარებს, მაგიტომ ვარ ჩვენ იზოლებული რომ გავაკეთოთ და მე მაგაში თუ არ იზიარებს, მაგიტომ ვაკეთებთ, ჩვენ ვიზიარებთ ამას ყველანი და სხვა შორის აი ძალიან მნიშვნელოვანი ხალხია იქ. და ძალიან საპატრიოტო ადამიანები, ვისაც ესმის, ეს არიან იურისტები, ეს არიან ნუ არის ყველანაირი ხალხი უმაღლესი განათლებებით და ადამიანებს რომელსაც გამოვლილი აქვს ეს ცხოვრება და არ შეეგუებიან არაფერს. კაი, და ბოლო შეკითხვა, ხუთშორის ეს ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი იყო თენგო კირთაძე და მან დასვა და მუსირებს ეს შეკითხვა და ნამდვილად აქვს არსებობის უფლება. ანუ წარმოვიდგინოთ, რომ ჩატარდა ორ თვეში ჰიბრიდული არჩევნები, ოპოზიციამ ამომრჩეველთა უმრავლესობა მიიღო ამ არჩევნებში მონაწილეობა, ოპოზიციამ ხმათა უმრავლესობა დააგროვა, ქართული ოცნება ალბათ არ მიიღებს მონაწილეობას, ესეც საკითხავია.
ეს შედეგები რას ცვლისო? აი ამ მოცემულობაში, ანუ რა ქართული ოცნება დაინახავს ამ შედეგებს, აღიარებს ამ ჰიბრიდული არჩევნების შედეგებს და ასე მშვიდად ჩაალაგებს ბარგს და წავა სახლში. ბატონო, ჩვენ უნდა დავიჯეროთ, არჩევნები რა არის? არჩევნები არის ის, რომ ადამიანს ჯეროდეს, რომ მან მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. საქართველოს კონსტიტუციის მესამე პუნქტი არის, რომ საქართველოში ხალხი არის მთავარი და ხალხი როგორც წერია იქ, რომ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ქვეყნის ბედი. თუ ჩვენთან არჩევნებში მიიღო 1.200.000 ადამიანმა მაგათ მილიონი და მილიონი ეს არის ხალხი ბატონებო ეს არის რომ ადამიანი უნდა დაიჯეროს რომ მან მართლა მისცა ხმა ადამიანი უნდა დაიჯეროს რომ ეს არის არჩევნები როცა ხალხი დაიჯეროს რომ ეს არის არჩევნები და უკვე იციან რომ ბიზნესში ჩატარებული არჩევნები არის ყალბი და არაფერი არ აქვს არჩევნებთან საერთოდ მე უკვე ვილაპარაკო სხვა რამეს ესეა ცხოვრება უნდა გავაკეთოთ ის რაც ჩვენ ჭირდება დღეს ჩვენ ქვეყანას ჭირდება ეს ადამიანის გონებაში უნდა იყოს რომ მე ვატარებ არჩევნებს. აი ეს მინდა რომ ადამიანის გონებაში ჩვენ გავიდეთ ყველა სუთხად რომ ეს არის არჩევნები. დავარწმუნებთ, ვანახებთ უკვე აუხსნით რომ აი იმის გაყალბება შეუძლებელია და აუხსნით რომ აქ რო არ გააყალბოს ბიზნესში ესეც შეუძლებელია. ну რა ვქნათ, აი ესე უნდა გავაკეთოთ. სხვა გზა არ არის. კიდევ ერთი მცდელობა სალომე ზურაბიშვილთან დაალაპარაკების, იმიტომ რომ იქაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალები არიან თავმოყრილი. თუ უკვე გქონდათ ასეთი შეხვედრა, რომლის შემდეგაც რაიმე შეთანხმების იმედი გადაგეწევრათ. პოლიტიკურ ძალებთან ლაპარაკი ჩვენ უკვე კურსალებს გამზირნა შევწყვით. ვისაც უნდა მოვიდეს ჩვენთან. მაგას უკვე აზრი აღარაა. მე შევხვდი ქალბატონ ჩვენ პრეზიდენტს და უთხარი პრეზიდენტო, თუ იცით მე ჩვენ რას ვაკეთებთ? კიო ვიცი საქმის გულში ვარ. ჩვენ როცა ჩამოყალიბდებით, როდესაც რაღაცა შევქმნით ძალიან დიდს და მოვალთ და მოგახსენებთ. თუ წამოყვება, ნუ ეხლა ეს აღარ მიხვალთ, ანუ მიხვალთ. აუცილებლად მივალ და ვანახებთ. რატო არ უნდა მივიდეთ? ის ჩვენი პრეზიდენტია და აუცილებლად მივალ და ანუ საბოლოო გადაწყვეტილება მისი ყოველ შემთხვევაში ამ თემასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება შეიძლება ჩვენ მას არ მოვთხოვოთ ამ შემთხვევაში, მაგრამ გავაცნობთ ყველაფერს და ვთხოვთ რომ გვერდში დაუდგეს ამას. კეთილი, მადლობა პაატა ბურჭულაძეს, გაერთიანება რუსთაველის გამზირის წევრი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, სულ ეს იყო ამ დროისთვის, გადაცემა 360 გრადუსი ეთერში დაგიბრუნდებათ პარასკევს, მე და თქვენ ხვალად შევხვდებით ერთმანეთს პალიტრა ნიუსის დღის ეთერში ზუსტად 13 საათზე ბიზნეს და ეკონომიკურ თემებზე უნდა ვისაუბროთ. მადლობა.